სოციალური მედიის ეპოქის ახალი სატელევიზიო რეალიტის ფორმატი პირველად საქართველოში და მხოლოდ რუსთავიორზე. Prime House-ი, ერთადერთი ახალი თაობის რეალიტი შოუ, რომელმაც შეცვალა თამაშის წესები. ტელევიზია და ციფრული სამყარო ერთ სივრცეში. სატელევიზიო რეიტინგების ყოველდღიური ლიდერი და ინტერნეტ სივრცის აბსოლუტური რეკორდსმენი. 87 მილიონზე მეტი ნახვა Facebook ვიდეოებს, 11 მილიონზე მეტი ნახვა და 700,000-ზე მეტი უნიკალური მნახველი YouTube-ზე, 1,5 მილიონი მოწონება და 92,000-ზე მეტი გამომწერი TikTok-ზე, 40,000-ზე მეტი ერთდროული მაყურებელი live რეჟიმში, 20,000-ზე მეტი ნახვა თითო Instagram Stories და 371 მილიონის მქონე ყველაზე აქტუალური ჰაშტაგი. Prime House-ი, წლის ყველაზე პოპულარული და განხილვადი შოუ იწყება. მოგესალმებით. დღეს შაბათია, 22 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უყურებთ Prime House-ის live show-ს. მე კი მისი წამყვანი მარიამ სანოგოვა და ჩვენი ჟიურიც უკვე ადგილზეა, დიზაინერი და ტელეწამყვანი ავთანდილი. უმშვენიერესი ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე. და დღეს თქვენთვის ძალიან მაგარი სიახლე მაქვს. პირდაპირ ამერიკიდან ჩვენთან ჩამოვიდა ნუკი კოშკელიშვილი. ნუკი დღეიდან იქნება Prime House-ის ჟიურის წევრი. ნახეთ როგორი ენერგია შემოიტანა. ნუკი ძალიან არის თქოს დღეს რა ლამაზი ხარ შენ. ასევე უმშვენიერესი ხარ შენ. ძალიან დიდი მადლობა და ჩემი ამ ულამაზესი კაბის ავტორი რა თქმა უნდა არის ავთანდილი და განსაკუთრებული მადლობა მას როგორც ყოველთვის. ნუკი ძალიან მიხარია შენი ჩვენთან ერთად ყოფნა. მითხარი როგორც ვიცი უყურებდი Prime House ხო და ჩართული ხარ. მე მგონი არ არსებობს ადამიანი ვინც არ უყურებს Prime House. ყველა უყურებს. ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველი შემოხდა რომელიც მხოლოდ ამ გადაცემაზე საუბრობს. და მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან ინოვაციური გადაცემა. ძალიან ბევრი იძახის რომ ასეთი გადაცემები ყოფილა, მაგრამ ხალხო ეს არის 21-ე საუკუნე, რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ ყველას გვაინტერესებს შენს ოჯახში რა ხდება, ავთანდილის ოჯახში რა ხდება, ჩემთან რა ხდება, მაგრამ არ ვაჩვენებთ ამას, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ხო არ დავდებ მიმწვარ ხაჭაპურს. და ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებმაც გადაწყვეტეს რომ გვაჩვენონ თავიანთი ცხოვრება ისეთი როგორიც არის სიგიჟეა. ძალიან მაგარია და აი ამერიკაში სხვა შორის თითქმის ყველა კაბელური ტელევიზია დაყრდნობილია რეალიტეტზე. ფანტასტიკა, რა თქმა უნდა ჩვენ. ასევე არავის არ ჩამოვარდეთ. შენი აზრით როგორი ჟიური იქნება? იცი რა, მე მინდა რომ ვიყო ხალხის მხარეს და მონაწილეების მხარეს, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ გამბედაობას, რომ ასე მოვიდნენ და გვაჩვენებენ ყველაფერს და გვაჭყიტებენ თავის ცხოვრებაში. ამიტომ ვეცდები ვიყო ობიექტური, არავის მხარეს არ ვიქნები, მაგრამ ვიქნები მაყურებლის და მონაწილეების მხარეს. ფანიერი, მადლობა დიდი ნუკი. ახლა კი დროა ჩვენ სტუდიაში მოვხმოთ ჩვენს Prime House-ის მონაწილეებს, რომელზეც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულიად საქართველო განიხილავს და საუბრობს. მათი კონტენტი ყველანაირ რეკორდებს ხსნის, მათ შესახებ იწერება უამრავი სტატია, TikTok, Instagram, Facebook, YouTube, ყველგან მათ შესახებ არის ვიდეო მასალა და ყველაფერი. ასევე რა თქმა უნდა, YouTube სტრიმის მეშვეობით ყოველდღიურად 10,000-ობით ერთდროული მაყურებელი ყავს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და ახლა შევეგებოთ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ 14 და დარჩნენ მხოლოდ და მხოლოდ 7. მაშ ასე Prime House-ის მონაწილეები. პატრიკი. გიორგი ნაზღელი.
აბეიძე. სალომე კაპანაძე. ანი ყიფშიძე. როიალ გოდვინი. და ახლა ჩვენი ორი აუთსაიდერის ჯერიც დადგა. ლიზი ქანიაძე. ნომრით 0903300301. თეო კოჭლამაძაშვილი. ნომრით 0903300302. როგორც იცით, პროექტ Prime House-ში წესების დარღვევის გამო ართანდილ ჯაფარიძე მიიღო დისკვალიფიკაცია, აქედან გამომდინარე, აუთსაიდერების წესებიც იცვლება და მხოლოდ ერთადერთი მონაწილის გადარჩენა შეგიძლიათ თქვენს ტელემეყურებელს. დღეს ჟიური არც ერთ აუთსაიდერს არ გადაარჩენს. ამისათვის, რა თქმა უნდა იაქტიუროთ, რადგან პროექტში მხოლოდ ხალხის რჩეული დარჩება დღეს. მე კი შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის წესები საკმაოდ მარტივია, ამისათვის უნდა დაურეკოთ და დაუმესიჯოთ თქვენს რჩეულებს მათთვის მინიჭებულ ნომრებზე. ზარის და SMS-ის ღირებულება სიმბოლურად 1 თეთრია, ხოლო ასევე შეგიძლიათ Facebook Messenger-ის საშუალებითაც მისცეთ ხმა თქვენს რჩეულს. ამისათვის ეცტუმრეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს, იქ გახსენთ პირადი მიმოწერის ველი და არჩიეთ #getstarted. შეგიძლიათ თქვენი ხმები გადაანაწილოთ ორივე მონაწილეზე ამ შემთხვევაში, ან აირჩიეთ მხოლოდ ერთი მონაწილე. და მეგობრებო, დავიწყოთ. მე მგონი მზად ხართ, რადგანაც ასეთი რთული, დაძაბული და ემოციური კვირა, იმის და მიხედავთ, რომ ყველა კვირა ძალიან ემოციური იყო, ასეთი კვირა მართლა არ გქონია ნამდვილად. და მე მინდა, რომ დღევანდელი ლაივი დავიწყოთ მთავარი დაპირისპირების ვიდეოთი, რომლის შედეგადაც ავთანდილ ჯაფარიძე მიიღო დისკვალიფიკაცია და დატოვა პროექტი Prime House-ი. იხილეთ ვიდეო. გიორგი, მე ჩემი მიმართულება აღებული მოხდა, არჩევნიც გაკეთებული მოხდა. ის რაც შენი ფიქრე ვაფშე და საერთოდ არა გაქვს, ავთო შენი მიმართულება არ აღებული და არ გადაწყვეტ. დამეჯერე ხა ფოტოს გადაღებით რაღაც ქალთან აქვს ურთიერთობა, ის კაცი სხვა ქალებთან არ მიდის. 4 ჯერთან. აი, გაჩერდი რა. არც ფოტოზე და არაფერზე. ხელ გადავიღე და შენ ანუ პროსტა 4 ჯერ მიხვედი, 4. დისლაიქით აღარ შემაშინო მაგრა გქონდა. 4 ჯერ მიხვედი ქალთან. 4 ჯერ მივედი, გაიცვალა ყველა. 4 ჯერ მიხვედი. კაცი მეუბნები ხალხში, სადაც ჩემი მეგობრები დგანან გიორგი, ისეთ რაღაცას მეუბნები, ანუ სადაც ის გოგო დგას, რომელთანაც მე ურთიერთობა მაქვს, რომ ეგ არ გამოგივა და რაღაცა, ეგეც შეურაცხყოფელია. რომელ გოგოსთან იღებს სხვა ქალთან ფოტოს? შეგვეძლო მე და შენ დაგვისაუბრა ამაზე. გამოდი, გვერდზე გამოდი, ანუ როგორ ჩურჩულს ხო არ დავიწყებდი. მე უკრა მინდა მაშინ ილაპარაკე და რაც გინდა ის ილაპარაკე პროსტა. რო ვიძახი, რომ კაცი ხარ, კაცურად მოიქეცი. კაცურად შენ არ იქცე. კაცურად მოიქეცი მე თვითონ, მე შეერთოს არ რაში არ მოვიქეცი კაცურად? გითხარი რომ არ მოგცეუ ხარ მე თვითონ. აბა რას აღღერებ მაგას? შენ არ გვაქვს ჩვენ ეგეთი ურთიერთობა? არ გვაქვს, ვიცად მე ვითხოს მეთქი ორჯერ? გეონებ, შეყვარებული ყავს მეთქი ამ ქალთან უნდა იქეს, სხვა ქალთან აპონჩი დაგიხარ. რას დავდივარ ბიჭო, რე? 10 ჯერ მიხვედი ქალთან. რამდენჯერ მე და შენ ერთად ფოტოები რამდენჯერ გადავა? მე დავითვალე 4 ჯერ. რამდენჯერ გადავა? ერთხელ გადავა, აგერ გოგო. სად იყო ერთხელ? დასაწყისში არის ხო იქ რომ მოვიდა შენთან? მე იქ ორჯერ რომ მოვიდა. რა თქმაზე ვაფშე აღარ იბაზრ. რატო? იმიტომ რომ მე გეუბნები. რატო შენ ვინა? ჩემზე მე ვარ გეუბნები. აი მე ხელი შეხო შენ ვით მე მაგებინებს იმას ვაგებინებ ფაქტ. რა ვის მოჭამო მაშინ? აი მაგს გაგთხრით ბიჭო, ერთს გამოდი და არა ერთს არა როიალ არა შენ სპეციალურად მოდი ორი წამი ან ხო აკვა რა ორი წამი უმიდა ზუგ შეგაგწე ბიჭო შენი ბიჭო აბა ხო გადიო დაიჭირე ხა ეს ბიჭო გაჩუმდი დავაი ნახ დავაი აკეთა ხელი გამიშ დავაი გაიყვანე მესამე გაფრთხილება აჩუბი შევამწე მესამე გაფრთხილება საქმე დამშვი შენი ნაიხ შენა როში შენი გაჩე ვია კაცი ხო ხარ მოდი შე
ვილოში. შენი აფო არ გიყო შენ ვილოში. ეხა დროზე სახლში წაიყვანე. ბოსი ვარ და ესეთებს აკვერავი ვერ იზავ. ეს სანამ მონაწილეებთან გადავალ შეკითხვებით, რომელიც ძალიან ბევრი დაგროვდა ნამდვილად, აუცილებლად უნდა გავაჟღერო რუსთავერის და პრაიმ ჰაუსის სახელით განცხადება, რომ ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას პროექტში და რა თქმა უნდა ყველა ჯერზე მივიღებთ შესაბამის ზომა. ისი ნათელი მაგალითიც არის, რომ დღეს ავთანდილ ჯაფარიძე არ არის გადაცემაში და მან დატოვა პროექტი პრაიმ ჰაუსი. და დავიწყებ. გიორგი. ელოდით თუ არა, რომ ეს თქვენი სამზარეულოში დაწყებული მცირედი კამათი ასე დასრულდებოდა? ველოდი მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც გავედი ანის დასაძახებლად, რომ თევზი მოდი ჩამოდი, აი მაგ დროს ფანჯი შუშაში დავინახე, რომ გამომყვა. მან ვამთავრებდი საუბარს, მაგრამ რომ გამომყვა, მოტრიალდა, ეს როიალმას დაინახა, მან მივხვდი, რომ უკვე ჩხუბი დაიწყებოდა, უბრალოდ რა მომენტში დაიწყებოდა და როგორ განვითარდებოდა, ამას უკვე ესე ვერ გეტყვი, როდის რა მომენტი იქნებოდა ეს, როგორი დარტყმით, არ ვიცი. ამას არ ელოდი, მოკლედ ესეთ ფორმას. როიალ, შენგან მაინტერესებს, შენ მაინც უფრო ივარაუდე, რომ ჩხუბისკენ მიდიოდა ეს ყველაფერი, ხო? თავიდან დავდექი უბრალოდ, იმიტომ რომ დაძაბულობა ვიგრძენი, მაგრამ ეგ არის სიმართლე, რომ გიორგი როცა შევიდა სახლში და გამოვიდა, მე დავინახე, რომ ჩხუბი მოხდება ახლა. მაგ დროს უკვე უფრო მეტად ვისგან მოდიოდა ინიციატივა? ვერ ველაპარაკებ ინიციატივაზე, იმიტომ რომ ეგრე არ გამოჩენილა. ეგ არის უბრალოდ ინსტინქტები, რომელიც ვიგრძენი. როგორც მე შეიძლება მაგიდან გამომდინარე. ვიგრძენი, რომ არ მორჩება ეგ. როგორც მინიმუმ შეურაცხყოფის გარეშე და შეურაცხყოფის მერე რა თქმა უნდა იქნება ჩხუბი. გასაგებია, ლიზა, აუცილებლად უნდა გითხო, შენც შეესწარი ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მაინც შენი აზრით ვინ იყო მართალი ამ კონფლიქტში? ვინ იყო მართალი, ეს კითხვა რა დავსვათ. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო ავთოზე, იმიტომ რომ ავთო ძალიან ფეთქებადი იყო, რაზეც ყველა მონაწილე ყოველთვის ვაფრთხილებდით, რომ ეს მისი ფეთქებადობა უნდა დათრგუნოს და გააკონტროლოს კარგად, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არის ბავშვი 21 წლის, ნუ ვერ მოვთხოვთ ესე პასუხს, რომ მაინც და მაინც აი ეს გააკეთოს, თუმცა არანაირი ძალადობა არ არის დაშვებული ამ პროექტში, აგრესია დაუშვებელია და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციამ ჩემი აზრით. რა თქმა უნდა. თეონა, შენ რომელიც ამ ყველაფერს უყურებდი გვერდიდან, რომ ადამიანებისთანაც ურთიერთობა გქონდა ჩხუბი და კონფლიქტი სხვა ქალის გამო. რა ემოცია გამოიწვია ამ ყველაფერმა შენში, იმიტომ რომ ალბათ არ არის მარტივი საყურებელი. ძალიან დავიძაბე, ძალიან. ისე რომ შოკი მქონდა ძალიან ჩვეულებრივი იმ მომენტში. ჯერ ჩხუბი რო დაიწყეს, მე ესეთი აურზაური რომ მოყვა ამ ყველაფერს და ვცდილობდი უბრალოდ თავი ხელში ამეყვანა მაგ მომენტში, რომ მეც ცუდად არ გამხდარიყავი. მაგრამ როგორც ქალს რა ემოცია ქონდა ამ დროს, როდესაც შენ შეყვარებულს ქონდა ჩხუბი სხვა ქალის გამო? შემეშინდა, რა თქმა უნდა შემეშინდა. შიში მქონდა ძალიან დიდი. კარგი, გასაგებია. პატრიკ, შენი აზრით ვინ წამოიწყო კონფლიქტი და რა იყო მიზეზი ამ კონფლიქტის? იცით როგორ არის ეს ამბავი? მე ამის შესახებ ადრეც ვაფრთხილებდი ხალხს და იმიტომ ტყუილად კი არ მიმიცია ის წინა 3 მიზის ლაიქი ავთოსთვის. ანუ ვიცოდი რომ ავთოს მოღვაწეობას ამ პროექტში ექნებოდა ესეთი დასასრული და არ მინდოდა რომ ეს მომხდარიყო. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და არ ვიცი, ნუ ესეთი რაღაცები არ მოსულა რა. გასაგები, ანი, შენ ამ კონფლიქტში გამჩველებლის პოზიციაც შეითავსე. ვის მხარეს იყავი? და ვის მხარეს ხარ დღეს? სკამის მხარეს ვიყავი მე. აღმოჩნდი კი. აღმოჩნდი. სერიოზულად რო გვიპასუხო ახლა? რა თქმა უნდა, ამ კონფლიქტის მომსწრე არ მინდოდა რომ ყოფილიყავი საერთოდ, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები საერთოდ არ მიყვარს. მაგრამ როცა არის, ხო გზა არ არის.
გასაგებია. სალომე, შენ ადამიანი, რომელიც საერთოდ არ შეესწარე ამ კონფლიქტს, მაგრამ მოხვედი და ეს ყველაფერი დაგხვდა. ელოდი ამ ყველაფერს ავთოსგან, თან როგორც ვიცი, ფსიქოლოგთან იყავი და ცოტა დამშვიდებული მოხვედი სახლში. სამწუხაროდ ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ჩვენ ვიყავით ავთენტილის ფოტოსესიაზე. ძალიან ბედნიერები დავბრუნდით სახლში, მე ფსიქოლოგთან შევედი, მქონდა 1 საათიანი სესია. იქიდან გამოვდივარ, რომ აი ცხოვრებას ვიწყებ ახრიდან პრაიმ ჰაუსში, აბა ბავშვებოდა, რაღაც გავაკეთოთ და პირველი ვინც შემეგება იყო პატრიკი. იცი რა მოხდა? და აი მაქედან დაიწყო ყველაფერი, რომ რა. არ მეცინება, ეს უბრალოდ ამ კონკრეტულ მომენტზე მეცინება, საერთოდ არ არის ასაცილო ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, არანაირი ძალადობა. კარგი, მადლობა ძალიან დიდი და ჟიურისთან უნდა გადავინაცვლო ახლა. ნუ კი რადგანაც შენ პირველად ხარ, მინდა რომ შენ შეგვიფასო ეს ღმერთ მე მელოდებოდით ესეთი ამბავი რო აგეწიათ თუ რა ხდება. არა, რა თქმა უნდა, არა და არა ძალადობას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალადობა და რაც თავი არ აქვს მნიშვნელობა რა არის მიზეზი, ვინ არის დამნაშავე, ძალადობას ვგმობთ და სხვათა შორის აპლოდისმენტები შენ, იმიტომ რომ არაყევი ამ ამბავს გიორგი. და იცი რა არის ყველაზე უცნაურიც რა ხო ადამიანები ვართ ახლა ვის არ მოგვშლია რაღაცა შეგვეშალა ხო აი ავთოს ესე მოუვიდა ცუდად მოიქცა ძალიან გეგონება რომ ახლა მე რომ მომივიდეს რაღაცა ასეთი გამოვალ და მე ვიტყვი რომ არა ძალიან დიდი ბოდიში არ ვიყავი მართალია შეცდომა იყო რაღაცნაირად რომ გამოძვრე რა სიტუაციიდან რომ კარგად გამოჩნდე ამ დროს თვალყურს ვადევნებთ ინტერნეტში რომ ის საუბრობს რომ აი კიდე უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა ეს ვფიქრობ რომ არ არის სწორი და მას ძალიან ცუდად აჩვენებს ხალხის მართალი ხარ მადლობა ძალიან დიდი მინუცა შენ როგორც გამოცდილმა გიური უნდა შეაფასო აუცილებლად. როდის თქვი მე რომ დანით გააკიდებიან მეთქი ერთმანეთს ასე დამთავრებთ მეთქი ძალიან მიხარია რომ ეს იყო უბრალოდ ჩხუბი და რაღაცა ხუმრობით თქვი მაგრამ უკვე ხუმრობისაც მეშინია შეიძლება ითქვას მოდი მინდა ესე დავყო ყველაფერი პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო უსაფრთხოების სამსახურს იმიტომ რომ ამში გაჩნდნენ და ეს აჩვენებს ჩვენი არქივის და ჩვენი პროექტის დამოკიდებულებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს კონკურსანტები ჩვენ გვენდნენ თავისი ცხოვრება გვანდეს ჯანმრთელობა და ჩვენ მათზე ვზრუნავთ და პირველ რიგში მათ მადლობა მეორე რიგში გიორგი გახსოვს წინა გადაცემაზე ლაივზე იყო ეს ხუმრობასავით გქონდა რომ აი კიდევ ერთი ბოდიში და მთელ სამყაროს ბოდიში ახლა მიიღებ მადლობას ჩვენგან და მგონია რომ არ იქნება უკანასკნელი მადლობა და მინდა აგიხსნა რატომ ნუ კი კარგად თქვა როდესაც ესეთი რთული სიტუაცია და აგრესია და ჩხუბი ახლა გოგო არ მეჩხუბია შენ აგრესორი მაგრამ ვიღაცა რო გიწევს ანუ ესეთი სიტუაცია მე ვერ ვუყურე ანუ ძალიან ვუყურე მაგრამ აი როგორ რო ვუყურებ თვალებს ხუჭა უბრალოდ ვუსმენ იმდენად მძიმე საყურებელია ესეთ სიტუაციაში აგრესიას აგრესიით არ უპასუხო მართლა შესაქმების აქციელია და ამისთვის მადლობა რაც შეეხება აფოს რაც შეეხება გაჟღერდა აფო ბავშვია სულ რაღაცა იცით რა არის უკაცრავთ მოდით ეს ბავშვის თემა ჩავხსნათ იმიტომ რომ მე ამითი არ ვამართლებ უბრალოდ მან ის დასრული ადამიანი არის თავი ვერ შეიკავა და არ შეიკავა და მე გააგრძელა ეს ყველაფერი თავისთავად მე როგორც ადამიანი ამას ვგმობ და ყოველთვის ჩვენთვის მიუღებელია ძალადობა და საერთოდ არც მინდა ამაზე ბევრის ლაპარაკი, იმიტომ რომ ყველაზე სწორი პოზიცია რაც იყო, ის იყო რომ დაცვამ გაიყვანა და ეგრევე იყო გადაწყვეტილება ერთობლივი მიღებული რომ არაფრით ის არ დაბრუნდებოდა პროექტში და მთავარია რომ შემდეგ სეზონშიც გაითვალისწინონ ყველა რომ ჩვენს გადაცემაში ეგ არ არის დასაშვები. ავთანდი. იცი მინუცა იყო ძალიან ბედნიერი დღე. ხო, ანუ იქ ისეთი კარგი აურა იყო იმ დღეს, ნუ ჯერთივე ემზადებოდით, მე ყველა ძალიან გახარებული იყო, წავედით ლოკაციაზე. აი როგორ იმუშავეს ბავშვებმა არიცით რა, გეგონებოდა რომ აი ზრდასრული ფოტომოდელები იყვნენ, პროფესიონალები და აი ეს ემოცია როგორ გადაიზარდა, სად დაიწყო და აი როგორ განვითარდა, ნუ მართლა ვეღარ მივხვდი, იმიტომ რომ უკვე როცა გავიგე ეს ისტორია, ვერ დავიჯერე, იმიტომ რომ აი არანაირი საბაბი აი მთელი დღის განმავლობაში და ისეთი მართლა დადებითი აურა ტრიალებდა, რომ აი გაუგნებული ვარ.
გმობძალადობას და ეს არაფრით არ შეიძლება. ხათუჩორი, სწორად აღნიშნავთ, რომ ეს დილა, როდესაც ჩხუბი მოხდა, აბსოლუტურად სხვანაირად დაიწყო. როგორც გვახსოვს, დილას ერთად აკეთებდით საჭმელს, ამზადებდით და მახსოვს ისიც, რომ გიორგი ავთოს დაპირდა, რომ მოწონებასაც კი მიიღებდა მისგან. მოდი ვნახოთ ვიდეო. დიდი კულინარი ავთო. ჰა? დიდი კულინარი ავთო. სოციალიზი. მე ავთოს გუშინ უთხარი, რომ არ არის სავალდებულო, მაინც იმენა ბოსი იყო, რომ იაქტიურო და ავთომ ეს განახორციელა. შეიძლება რომ ავთომ თუ ესე იაქტიურა მთელი კვირის განმავლობაში ლაიქი დაიმსახუროს. არ გინდათ ბავშვებო, არის ჩხუბოს. აბე ლიზი. მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ავთოს სამზარეულოში ტრიალს, თუმცა იმედები გაგვიმართლა ყველას და ძალიან გემრიელი კერძი გააკეთა. თანაც არ არის ეს ადვილი კერძი. კარგად გამოვიდა მოკლედ. აი ამაზე ვსაუბრობდი მე, რომ ადამიანმა უნდა იაქტიუროს კვირის განმავლობაში, რომ კვირის ბოლოს მიიღოს ის ლაიქი, რომელიც უნდა ადამიანის ბოსობისთვის უნდა და ავთომ თუ ესე გააგრძელა მთელი კვირის განმავლობაში, ვთვლი რომ ღირსეული ბოსი ჯერ რომ დარჩეს და მე ღირსეული ბოსი იქნება ავთო. აი რა ეთყობოდა ახლა მეგობრებო ამ დილას, რომ ასე დამთავრდებოდა საღამოს და ასე დასასრულს ვიხილავდით. გიორგი. ასე უცებ რატომ შეიცვალა თქვენი ურთიერთობა სულ რამდენიმე საათში? თან ერთ შეკითხვა მაქვს, რომ დილას არ ეფლირტავებოდა ლიზას და საღამოს უფრო მეტად გამწვავა თუ უბრალოდ გამწვავდა? იცით რა არის აუ აღარ მინდა მაგ თემას შევეხო, სხვა თემას უფრო მინდა შევეხო, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, რაც ნუკიმ დაიწყო. იმ ჩხუბის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი მოორჩა, ძალიან გული მწყდება აქ მონაწილეებზე, რომლებიც იმ დღეს აქტიურად იყვნენ, ამ ყველაფრის წინააღმდეგ მოვდნენ და ეხლა რაღაცა ყველა გაჩუმებულია და რაღაც ზედაპირულად შეეხნენ ამ თემას და რო გადავახვიოთ ის სტრიმის, რომ ნახოთ, ყველა გმობდა აგრესიულად და ასე შემდეგ. ეხლა რაღაცა ისე არის. ალბათ ისე მე ვარ და რაღაცა წყნარდებით, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ამბავი ამ ყველაფერში არის ის, რომ როგორც შემეძლო მოვითმინე, როგორც შემეძლო ვიდექი, ძეგლი ვითვიდექი და უსმენდი ამ ყოველივეს, რომ უფრო მეტად არ დამეძაბა სიტუაცია სახლში, იმიტომ რომ მე მომთხოვდნენ, მე პასუხს მეტყოდნენ ისევ, რომ შენ ხარ 36 წლის და შენ მოგეთხოვება. ამ ყველაფრის მერე პოლიციაში, როდესაც გადამიყვანეს, დაკითხვაზე ვიყავი ღამის 4 საათამდე და ყველანაირი გზებით ვცდილობდი ავთოსთვის ყველაფერი ისე გამეკეთებინა, რომ ავთოს ყოფილიყო სახლში და მომავალში არანაირი პრობლემა არ შექმნოდა, იმიტომ რომ ამის ყველანაირი ჩანაწერი არსებობს. და ჩვენ შავი კადრებით ვიხილეთ ეხლა, მაგრამ ამის არის ყველანაირი ჩვეულებრივი კადრები. გული მწყდება 3 დღის განმავლობაში ავთო ლაივ ჩარტებში, TikTok-ზე, ავრცელებს სხვადასხვა ინფორმაციებს, იმუქრება ჩემი მიმართულებით, რომ ან ის, ან მისი ოჯახის წევრები, ან მისი ნათესავები, სადღაც მაინც მიპოვიან და პასუხს მაგებინებენ უარესად. ადამიანი ამბობს იმას, რომ ნანობს უფრო მეტად რო არ მცემა და თებში არ ეჭირო, სახე გადაეხია ჩემთვის და ყბა თურმე მოღრეცილი, ანუ არც ყბა არა მაქვს ჩემო მეგობრებო მოღრეცილი, ძალიან ლამაზად გამოვიყურები და ავთო ფანტაზიებში ნუ მიდიხარ. ერთადერთი ტრაგედია ამ ყველაფერში ჩემი აზრით, აი ნინუცას სიტყვა წავაგებ, სკერი, არის იქ რომ ამ ყოველეს ვინც უყურებს, უხარიათ, ეს მოსწონთ და იქ ძალიან ბევრი ადამიანი წერს თუ ძალიან მაგარი ხარ, ავთო ეგრე უნდა გააგრძელო და ასე შემდეგ. მე თავი შევიკავე მაშინ, როდესაც ღამის 4 საათამდე ყველანაირი გზებით ვიგონებდი ზღაპარს ავთოს ამ ამბავზე. მე ახლა დღეს ვითხოვ თავიდან ბოლომდე, გამოაშკარავდეს ის ვიდეო, თავიდან ბოლომდე, რაც იდო და რუსთავი 2-ს ხელმძღვანელობას არ ვთხოვ ვალდებულები არიან, ბოლომდე მიიყვანონ საქმე და ამ ადამიანს, ამ ადამიანის ოჯახის წევრებს და საერთოდ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მე შემეხება, პასუხისმგებელი იყოს ეს ოჯახი. იმიტომ რომ 3 დღის განმავლობაში არის ჩემზე ფსიქოლოგიური ტერორი, შეურაცხყოფები, ფარული რაღაცა ზარები, SMS-ები, ლაივ მიმართვები, რომელიც მილიონია მიგზავნის, ვინ არ მიგზავნის, თუ როგორ იმუქრებიან ჩემი მიმართულებით. გული მწყდება, რომ ადამიანმა იმის მაგივრად დაენახა მაინც რომ შევეცადე, რომ მის გვერდში ყოფილიყავი, ეს ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა და უარეს ნაბიჯებს გავს. იმეც ვიტოვებ, რომ რაღაცა დრო რო გავა, ალბათ რაღაცას მაინც მიხვდება, ან მისი ოჯახის წევრი მაინც მიხვდება და რაღაცნაირად დამეკონტაქტებიან სხვა კუთხით. არა იმით, რაც აპირებენ ისინი.
კარგი, გიორგი, გასაგები აბსოლუტურად და აქ მინდა აუცილებლად გითხრა რუსთავიორის და პრაიმ ჰაუსის პოზიცია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ გმობთ ყველანაირ ძალადობას და ის საკითხი, რაზეც ახლა საუბრობ, აუცილებლად იქნება რეაგირება ამ საკითხის შესახებ რუსთავიორის ადმინისტრაციის მხრიდან დაუყოვნებლივ და დარწმუნებული ყავი, რომ რეაქცია იქნება აუცილებლად ადეკვატური და შესაბამისი. და ეს ყველაფერი იქნება უახლოეს მომავალში. პატრიკსაც ან სხვა მონაწილეებსაც ეხებიან ამ მუქარებში. კი, და ეს ყველაფერი იქნება უახლოეს მომავალში, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტი არის თქვენი უსაფრთხოება, ჩვენი პროექტის მონაწილეების და ამაზე რუსთავიორს ექნება ადეკვატური რეაქცია აუცილებლად. ლიზა, შენგან მაინტერესებს ელოდი ამ დღის საღამო რომ ასეთი სტრესული იქნებოდა თქვენთვის? ამას არავინ არ ველოდით, ზოგადად ვიფიქრეთ, რომ არასდროს პრაიმ ჰაუსში არ მოხდებოდა ფიზიკური დაპირისპირება. ამას არც კი განვიხილავდით. და ის რაც მოხდა არის საშინელება. იმიტომ პირველ რიგში ყოველთვის ძალადობა შეურაცხყოფას გმობდით სიტყვიერს და აქ ფიზიკურ ძალადობასთან მოგვიწია შეჩეხება. აი ეს არის საშინელება. პატრიკ, შენგან მაინტერესებს, როგორც ვიცი, ძალიან კარგად უყურებდი ამათ ურთიერთობას და აღჩნევდი რაიმე აგრესიულ განვითარებას ამ ურთიერთობას, ანუ იქნებ ელოდი აი ამ დაძაბულობას. ავტოსთან და გიორგისთან უშუალოდ ამ ურთიერთობაზე გიკითხები. არა, ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ საერთოდ ვერც მივხვდი, მე საერთოდ სალომეს მაგვირად უნდა შევსრულიყავი ფსიქოლოგთან, დავუთმე, იმიტომ რომ მშიოდა და ჭაბა მინჭირდებოდა. და ანუ ჭამდი გარეთ და ნუ ეს ისე უცბად აი რაღაცა დაგორგოლავდნენ უცბად. წინა დღეებში ხო რა იგრძნობოდა რაიმე დაძაბულობა? არა, ძალიან, ანუ კარგი ურთიერთობა ქონდათ, ლაიქი უნდა დაეწერა, რაღაც არ ვიცი, ხა მე ესე არც დავკვირვები ვარ მაგას, მაგრამ რა ვიხარ, ჩხუბი და რაღაცა არ ქონიათ, ხა წინა საღამოს ავთო ჩვენთან ერთად იყო მთელი ღამე. პრობლემა აქ იყო ის, რომ როდესაც გადაღებაზე ჩვენ სიტყვიერი შეკამათება მოგვივიდა, ავთომ რაღაცა ფრაზები გააჟღერა, საპასუხოდ უთხარი, რომ ამ ფრაზებს მივაყოლე, რომ ჩემი ორი დისლაიკი ჩვენ გაგიშვებ ამ ფრაზების გზით. და მგონია რომ ეს იყო თავი და თავი ავთოს გაღიზიანების, იმიტომ რომ ავთოს არ უნდოდა მორიგი ისევ აუთსაიდერებში ყოფილიყო, დღეს უნდა ყოფილიყო და ისევ შემდეგ ვიდას აუთსაიდერებში, იმიტომ რომ ზუსტად იცოდა ის ფრაზები, რაც მე ქუჩაში მან მაკატრა, ამ ფრაზების გამო ის აუცილებლად დაждდებოდა ამ სკამზე ისე. კარგი, რაზეც ახლა საუბრობ, გვაქვს ეს ვიდეო, მოდი ვიდეო ვნახოთ და მე დაგიბრუნდები კითხვით აუცილებლად ამ თემასთან დაკავშირებით. ვნახოთ ვიდეო. მე კი გავყო, ავთო მაგრამ მე გამბავ ვერ იქნება. მე კი გავყო, მაგრამ შენ გავყო პროექტი და ავთო. ნახე და გოგვიკანა. შემდეგი კვირეც ორი დისლაიკები. გადი. დაანებეთ თავი, ძალიან კარგად დავიდა. მაინც ლანცავდა როგორ გიხდი. იმიტომ რომ ორი დისლაიკი შეიძლება მოხდეს შემდეგ ვარ. მამას ახლა წიგავ. გიორგი, აი ამ ვიდეოს მე უნდა კითხო, შენი აზრით რა იყო კონფლიქტის მიზეზი? ის რომ ლიზასთან დაკავშირებით შენი შნვა მიეცი თუ რომ დაემუქრე ორი დისლაიკით? ორი დისლაიკი იყო თავი და თავი. მე ვთვლი რომ არანაირი ქალის გამო არ იყო აქ ამბავი დაწყებული, ეს იყო უბრალოდ ორი დისლაიკი, რომელიც ჩვენ ისე ცოტანი ვარ დაჩენილი, რომ დღეს შეიძლება ერთმა დისლაიკმა დაგაყენოს, მაგრამ თუ ორი გაქვს, ყველა ვარიანტში დგები და ამის საშიშროებით ავთო დაიძაბა, არ უნდოდა მეორჯერ ჯდომა და გონია რომ ეს გამოყვა სახლამდე, იქ სახლამდეც არ იყო. იქ როდესაც მორჩა გადაღება, იქ ხალხში მითხრა რომ გამოდი ვის რაღაც ანუ რაზბორკაზე და ასე შემდეგ, მე მაღაზიაში დამზევდა, ანუ კადრს მიღმა ძალიან ბევრი წინაპირობა იყო ამ ყოველი, რასაც თავს ვარიდებდი გარეთ. და შემდგომ ნუ სახლში გაგრძელდა ეს ყოველივე. მადლობ. ლიზი, ეს კონფლიქტი დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ ავთო მიიღო შენი შნვა, რადგანაც შენ გეფლირტავებოდა. იყო ფლირტი? გადაღების დროს, როდესაც შენთან მოდიოდა ფოტოებს იღებდა და სხვადასხვა ეპიზოდები. ფოტოებს და როგორც აღნიშნეს მონაწილეებმა, მე არ შემჩნევია, თუმცა ესე მითხრეს, რომ დაგსდევდაო და 4-ჯერ მოვიდაო და ნუ ერთხელ რამდენჯერმე მოკლედ გადავიღეთ ფოტოები, თუმცა მე პირველივე დღიდან დავაფიქსირე, რომ ავთოს ქონდა ჩემს მიმართ სიმპათია. და ეს მითხრეს, რომ არის მეგობრული და ასე შემდეგ, ამიტომ შევწყვეტი ამაზე საუბარი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამის გამო არის ეს ჩხუბი მაინც, იმიტომ რომ იქ მე ყველაფერი ხუმრობით მივიღე, ის რაც მოხდა გიორგის და ავთოს შორის. ხო, ხუმრობით მივიღე მე პირადად, თუმცა ეს ისეთ საშინელებაში გადაიზარდა, რომ ფაქტი სახეზეა. კარგი, თეო, შენ წესით ყველაზე დაკვირვებული იყავი
ამ სიტუაციაში და ყველაზე მგრძნობიარე ამ თემასთან დაკავშირებით. იყო თუ არა ავთოსგან ლიზის მიმართ ფლირტი გადაღების მომენტში? გადაღების მომენტში მე ვიგრძენი რომ იყო. ანუ ნებისმიერი ქალი იგრძნობს ან გოგო ამ შემთხვევაში, როდესაც ბიჭი დაყვება და ვერ ამჩნევდე მაგას. ანუ ეგ სისულელეა. და რა თქმა უნდა, მსგავსი მომენტი ვიგრძენი, რაც ძალიან არ მესიამოვნა. ყველაზე მკვეთრად მაგ დღეს ვიგრძენი ეგ. იმიტომ რომ ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. მან ვერანაირ რეაგირებას ვერ მოვახდენდი, იმიტომ რომ ჯერ ერთი სიტუაცია არ იყო და სახლში ვაპირებდი მე ავთოსთან დალაპარაკებას, რისი საშუალებაც არ მომეცა. მადლობა დიდი. ნებით უნებლიეთ პრაიმ ჰაუსში ამ კვირაში ორი სასიყვარულო, სამკუთხედი ყველა ვარიანტი იყო. მოდი შევთანხმდეთ, ორი სამკუთხედი წარმოისახა ჩვენს თვალწინ და ორივეში იყო მონაწილე ლიზა. მოდი ვნახოთ ვიდეო. დამენახე, გალო, გაიძერე ხალათ. ნო. არა? კაი, ყველა რატო იხდის მაყურებლის და ჩვენთვის არავინ არ იხდის, ვერ გავიგე. სავა, შენი არის ყველაზე ლამაზი ქალი პროექტში. ყველა ლამაზები არიან. მე მაინც ფიქრობ, რომ ხა ფოტოგენურობაში ლიზი პირველ ადგილზეა. ეს უნდა იყოს მის აჭარა, ქალი. სილამაზი. მოდი ლიზი, მოდი გაუყარე ხელი. ჩვენ მოდელებზე ვზრუნავთ. ეგრე კი არ არის. ხედავ. იგარფელი ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად. ამბებია გარეთში. თუ კარგად იქნება. და მე ხალხური ელიდარება. რომელი ქალური? ზაზრულობაში მიხვდი, ეხლა მაინც მიხვდი. ანი, რატო დაასახელე ლიზი? იმიტომ რომ არ მისდარა გიო. მე მგონია რომ შენ და თეონამ ანის საერთოდ ქალურ პონჩი დაასახელეთ, ორივე. აო? ქალური ეჭვიანობა თუ როგორ თქვა რა? თან ჩვეულებრივი მომენტია. არ არის ჩვეულებრივი მომენტი. ჩვენ მგონია რომ თქვენ ლიზა დაასახელეთ ორივემ დამოუკიდებლად ქალურ პონჩი. მაგრამ ლიზი რო წავიდეს მე რა მინდა მიწოს ლიზის მაგურად ლაიქს. მე დაგერხა. შენ მაინც აგებულში ხარ ყველა ვარიანტში. თავიდან ხო ატრაკებდნენ შენზე, მე ხომ იტრაკებდნენ, რომ ლიზი, მე თეო, მე ლიზი, მე თეო და ეხა გააქტიურდა ისევ ის ლიზი ქონიაძეების ფანპეიჯები. საყვარელი ხარ, მართლა ძალიან საყვარელი ხარ. ანუ როგორც ესეთი, ანუ შეიძლება ცალკე გამოუყოდეს, რომ ანუ შეიძლება რაღაც საყვარელი იყოს, მაგრამ შენი ერთ-ერთი პლუსი არის ის, რომ აი მართლა ძალიან საყვარელი ხარ. რა, და მის ბავშვობაც გიხდება. და მეც ხარ მარტო შენზე არ მოსაუბარი. ხო ნუ რახეთ, ანუ თავარია მონდომება მეგობრებო. თავარი არის მონდომება. მუღამი ამ ყველაფერს, რომ ადამიანთან დაჯდე, დაიკიდო ეს კამერები და უბრალოდ ანუ ოთახში ვართ. ღამე არის, სასაუბრო გვაქვს ძალიან ბევრი და აი ძალიან მართლა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი თემა განვიხილეთ. კარგად ბატონო. რამდენად ჩვენა გაგიგო. კაი, ნელა გააკეთე თუ გინდა. კარგად. კარგად. ველიცი. ძილნებს. ოპა! გოგო ნახე იმენა რო კითხო რაღაცა და 3 საათი მელაპარაკე, 2 საათი მელაპარაკებოდა. ბიჭი ვაზროვნებ, ხა გინდა არ გინდა ბიჭი ვაზროვნებ. მაგას ვერავინ ვერ იტყვის რომ არ აზროვნებ. ვაზროვნებ. შმიდი და შემედავრება რო არ აზროვნებ. შეიძლება ყველაჯერზე არ იყოს სასიყვარულო, მაგრამ სამკუთხედი ნამდვილად იყო. თეონე, შენ როგორ ფიქრობ, იყო ეს სამკუთხედი? იყო რა? ვერ გაიგე. სამკუთხედი იყო თუ არა? რაღაც ნაწილობრივ კი იყო. რა თქმა უნდა. იყო. ანი, შენ როგორ თვლი? არის თუ არა ეს სამკუთხედი? სამკუთხედიც იყო და 20 კუთხედიც იყო. სალომე, შენ როგორ ფიქრობ, იყო ეს სასიყვარულო სამკუთხედი? სამკუთხედები. მე აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვამჩნევდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ წერილის ამბავით, მე უკვე ვიდეოებში რო ვაკვირდებოდი, თურმე ყოფილა. და ახლა ძალიან გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტია ის, რომ თეოს ადამიანს, რომელიც მართლა გულწრფელად მიუდგა ავთოს, ფაქტიურად მის გრძნობებზე ითამაშეს, რაც ნამდვილად არ არის ასოცილო და ესე მისაგდები ამბავი და მაინც მიხარია, რომ დღეს თეო იყიმის. რა თქმა უნდა. ლიზი, როგორ აღმოჩნდი ერთდროულად ორ სამკუთხედში? მოკლედ, დავიწყოთ იქიდან, რომ ამ დღეების განმავლობაში ვარ ძალიან დიდი კიბერბულინგის მსხვერპლი ანის და თეოს გულშემატკივრებისგან.
არ ვიცი რით დავიმსახურებ ის მივაყენე ამ პროექტში შეურაცხყოფა ისე რომ ესეთი აგრესია თუნდაც გოგოებმა როცა გარჩევაზე დამიბარეს ვერ მივხვდი ანუ ვის მივაყენე შეურაცხყოფა ვინ დავაბულინგე ერთი კადრი მინდა მაინც რომ ჩემგან რაღაცა არასწორი მიიღეს გოგოებმა ან ნებისმიერმა მონაწილემ. პირველივე დღიდან, რასაც გავცემ, ეს არის სითბო და სიყვარული ყველას მიმართ, თანაბრად, საერთოდ ბიჭების და თუნდაც ავოკადოს ტოსტები, რომელსაც ყოველდღიურად ყველას გულით ვუკეთებდი და შესაბამისად დავმეგობდი ვიღაცებთან მეტად, ვიღაცებთან ნაკლებად. ნუ ვინც დააფასა ჩემი ზრუნვა, მეტად დავმეგობდი იმათთან და ის ფაქტი, რომ მე სამკუთხედში მრევენ მე სამკუთხედში არ ვიყავი, ასე ვთვლი, იმიტომ რომ პირველივე დღიდან რომ მოვედი, მე ვთქვი, რომ ავთოს ჩემს მიმართ გააჩნია სიმპათია, თუმცა თეონამ თქვა, რომ მე არაფერი საეჭვიანო არ მაქვს. ეს არის მეგობრული ფლირტი, როგორც ეფლირტავება ავთო ყველას ირგვლივ. ნუ ოკეი, თუ მეგობრულია, მე ხმას აღარ მოვიღებ, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს წყვილი იყო ყალბი და რაღაცა რეიტინგისთვის დადგმული, იმიტომ რომ თუ აი ამდენ რაღაცას თუნდაც მე რო ვთქვი რომ ავთოს მოვწონვარ მე ეს თეონამ დაიგნორა და თქვა რომ მე საეჭვენო არ მაქვს ჩემი თანდაწყებით ეგეთი რაღაც არ გითქვამთ არავის და ჩემამდე არც მოსულა ეგ ინფორმაცია თეონა როცა მთელი სიუჟეტი იყო ამაზე ასევე იყო ის რომ თითქოს რომ ურთიერთობა არ არის ყველა მონაწილე ამჩნევდა რომ ეს ურთიერთობა იყო რაღაცა შეთანხმებული თუნდაც ავთომას თქვა ლაივში ამ დღეებში რომ ეს ურთიერთობა არ იყო ნამდვილი და ფანებისთვის იყო და იმისთვის იყო რომ მაყურებელს ძალიან მოსწონდათ ამათი წყვილი არ ვიცი თეონას მხრიდან როგორ იყო თუმცა ესე ეთყობოდა იმიტომ რომ თეონა ყველაფერს თუნდაც ნიშნებს ის თუნდაც ავთოს მის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას აიგნორებდა და მაშინ როცა ავთომ სცადა მასთან დაშორება თუ რაც ქვია ამის მერეც ერთად იყვნენ და მე ჩავთვალე რომ ეს ურთიერთობა იყო რეიტინგისთვის მხოლოდ და მხოლოდ და ამ წერილით მე აღარ ჩავერიე თუნდაც ეს წერილი მე ძალიან მეგობრულად მივიჩნიე და ისე მივიჩნიე თითქოს ეს წერილი ავთოს დაწერილი იყო მისი კეთილგანწყობა და პატიების თხოვნა და რა ის რომ მე ავთოს ვუყვარვარ და აი ეხლავე თეონასთან გავიქცე და აგვიშრიალო ეს წერილი მით უმეტეს ძალიან ბევრი მუქარა მომდიოდა რომ ავთოს და თეონას წყვილს თავი დაანებე და ნუშლი წყვილს და ნუანგრევ ურთიერთობებს და მე გამომიყვანეს ის ადამიანი რომელიც აქ ურთიერთობებს ანგრევს თუმცა ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია და ეს არის ცილის წამევა ვინც ამას მწერს თეონა ხოთურებდი და ხედავ რომ ბევრ რაღაცას უარყოფ ლიზის საუბრიდან გისმენ ჩვენ ურთიერთობას რაც შეეხება თავიდან როგორც კი მოწონება დაიწყო ჩემსა და ავთოს შორის რაღაც ეტაპამდე რომ მივედით ავთომ გადაწყვიტა რადგან შოუში ვიყავით და გარშემო სულ კამერები გვიყურებდა და ასე შემდეგ არ გამოვიდოდა ეს ჩვენი ურთიერთობა ბუნებრივი ესე რომ ვთქვათ თუმცა მოწონება იყო და მგონია რომ დღემდე არის გადავწყვიტეთ რომ ეს მოწონება დარჩენილიყო მეგობრობად და უბრალოდ დავჩენილიყავით პროექტში მეგობრები თუმცა მერე ანუ ვილაპარაკეთ ისევ რა თქმა უნდა და ნუ მოდი ვცადოთ ერთად ყოფნა რა თქმა უნდა ხალხსაც მოსწონდა ეს მაგრამ ხალხის გამო ეს არ გაკეთებულა ვცადოთ როგორ გამოგვივა პროექტში ჩვენ ერთად ყოფნა იქნებ რამე გამოვიდეს თუმცა მერე დაემთხვა უკვე ბოლოსკენ ეს წერილის ამბები ჩემს თვალწინ არ ხდებოდა ის ფლირტის მომენტები ძირითადად ამ ყველაფერს მე ლაითად ვამჩნევდი ჩემი თვალების გარეთ ხდებოდა ანუ ჩემ თვალწინ არ იყო ეს ყველაფერი და მოდი თეონა როგორ ბოლომდე იმისთვის რომ ყველაფერი უფრო გასაგები იყოს მაყურებლისთვის და აქ მჯდომი საზოგადოებისთვისაც მოდი ვნახოთ ვიდეო და შემდეგ განვაგრძოთ ამ თემაზე აუცილებლად კითხვებს არა მართლა მინდა გოგოებსაც უთხარი რომ ჩამოვლენ რომ ურჩები ჭამას და რომ დაამთავრებ მე იქ ვიკრიბებით და უნდა ვიბაზროთ სადა ყველა მას ჰეო სალო ჩამოდით ესე იგი ჩვენს პრაიმ ჰაუსში რაც ხდება ჩვენს პრაიმ ჰაუსში რაც ხდება ეს ყველაფერი არის არა მარტო დაკავშირებული გიორგისთან, არა მარტო დაკავშირებული ავთანდილთან, ამ საქმეში შენს ხარ გარეული. რა ხდება პრაიმ ჰაუსში? რა ხდება? ავთო რო წავიდა მაგაზინმა? და რა? მე გავაკეთე რამე ავთოს შემოქმედებაში? შენ გააკეთე ის, რომ ადიხარ ზემოთ
დასახელების მერე იძახი რომ გოგოებსო ქალური შურიო მე გიორგისთან ერთად ზიხარი საუბრობ ჩემს ნატრფობ მამაკაცთან რომელსაც ეუბნები რომ ქალური დისკუსია ქალური სოლიდარობა SMS-მით და ამას ვჭობთ მე მიდიხარ და კიდე იძახი რომ ეჭვიანობაო მას კი ვერ გაგახდებინე ოთახში მიდიხარ გიორგისთან და კაბას აკურევინე აქედან დავიწყოთ მე მესამე შენ რაც გააკეთე ხო გინდა ქალურობა და ქალურობა ხო თვლი შენ თავს ქალურად რა თქმა უნდა აი ქალებს ეგეთი რაღაცები არ ეშლებათ რა ქალებთან აი ლიჩნად აი ამასთან თეონას ერთი მინდა ერთი რაღაც მაგალითი მომიყვანო რა შემეშალა კონკრეტულად შენთან ან თეონასთან ჩემთან ავთო ჩემთან იყო მოსული ავთოს უთხარი წაასტობე წერტილი დავსვი იმის მერე ავთო ჩემთან არ მოსულა მომისმინე და შენ გეშლება რაღაცეები მე და ავთო მეგობრობდით ისე მეგობრობა რო არ იყო შენ ხო კარგად იცოდი წერილის მე ძალიან კარგად მეგობრობდი ავთოსთან თუმცა წერილის მერე ხო წერილის მე აბა რა გამეკეთებინა მითხარი ვაიგნორებდი ანუ მაგარი კალი მივიდო და ეთყო და შენი კაცი გააჩერე და შენ თეო მაგას რომ მეუბნები როგორ არ განიხილავ იმას რომ შენ ამ ყველაფერს ხედავდი თეო ნახე შენ ყველაფერს ხუჭავდი მე მეგონა თქვენ შოუსთვის დგამდით ამ წვილს და ყველაფერს იკიდებდი ირგვლივ რაც ხდებოდა არ იყო ასე შენ რამე ეგრე არ იყო მაგიტო არ შევეხი ამ წვილს მე რა შუაში ვარ ამ ფაქტი ის არის რომ წერილი შენ ქონა შენახული არც დაგიხევია და არც გინახებია ხალისთვის როცა ეს ამბავი მოხდა და გასწრა მაშინ გამოგინახები აი როცა დაინტერესდა როცა მიკითხა მაშინ ამოვიღე ალბათ შემჩნეული გექნება მზერა როცა ხუმრობ როცა იცინი როცა თმას ისწორებ როცა რაღაცაზე სერიოზულად ლაპარაკობ ან ხუმრობ მე ავთოს ვენდობოდი მაგ მხრივ მაგრამ ის მომენტი რომ რანაირად ვენდობოდი თუ ამბობ რომ ორი კვირა აკვირდებოდი ავთოს არა უყურე ბოლო პერიოდზე გეუბნები მე ანუ შენ რო წერილი მიიღე ჩვეულებრივად შეგეძლო ანუ მინიმუმ ნაკოლი მაინც მოგეცარო თეო შეცდომას უშვებ მე აქ ავთამაშობ მე მეგონა რომ შენ ყალბ ურთიერთობაში ხარ და მე აგიხილო არა რა ყალბ ურთიერთობაში ელემენტარული ტიპი 24 საათი ჩემ ოთახშია და იმას ვერ ხვდები რომ ანუ არ არის ეს ურთიერთობა პროსტ ანუ ახედებს რომ საეჭვიანო იყო და რო იეჭვიანე მაგიტო დამიწერე არა შეხედე ვერ გავიგე რა ხდება აქ. გასაგებია თავისუფლიაზე, ჩემი აზრით სხვა იყო მასთან დაკავშირებით. შენ რა ხარ? იმას ლიზისთან მე ვიმეგობრებ, არ ვიმეგობრებ, შენი რა გადასაწყვეტია? არა, მაგას არ ვხედავ. აბა კაბას მე ლიზის აუწევ თუ არ აუწევ, ეგეც შენი გადასაწყვეტია. შენ მოგეწონებოდა ჩემ ადგილას რო ყოფილიყავი და ანუ მესამე პირს მაგალითად მსგავსი რაღაცა მიეღო და აი მინიმუმ რაღაცა დეტალით მაინც არ ეთქვა ადამიანისთვის, ანუ გოგოსთვის რომ შენ არასწორ ადამიანთან ხარ. მე თქვენს ურთიერთობაში არ ჩავერიე, იქინა გამოდიე რომ მე ეს ყველაფერი როცა ეჭხირები, არა, ნახე, არსად არ გავეჭხირე საერთოდ ორი ადამიანის ურთიერთობაში, როდესაც ხედავ რომ მესამე ხარ, რომელიც გინდა არ გინდა არის, აქ კი არა, გარეთ რო ყოფილიყავი, გაჩვენდებოდი. მე ანუ ნოლზე ვაიგნორებდი ზუსტად ნოლზე არა ნახე ნოლზე რო დაგეიგნორებინა ხო აი პასუხი მქონდა მაგ წერილისთვის აი რამე გავაკეთე ბოლომდე ხას უსვავ არა ბოლომდე ხას უსვავ ის ადამიანი ჩერდება და ნაცრებს მოხსნე ისე მე თეონა არის თუ არა ეს სასიყვარულო წერილი კი რა თქმა უნდა ყველა მიცოდა მაგ სასიყვარულო წერილის შესახებ ჩემს გარდა. უმრავლესობა მიცოდა. ხო, უმრავლესობა მიცოდა. აი, ეგ არის ტრაგედია, როგორ გამოამ პროექტში. რა ეწერა ამ წერილში? ნუ ფრაგმენტები წავიკითხე, რა თქმა უნდა, ყველამ გაიგონა და დაახლოებით მსგავსი ტექსტებით იყო მთლიანად წერილის სავსე. მან ბოდიშის მსგავსი ძალიან მცირედი ეწერა, ნუ ზუსტად არ მახსოვს რა იყო. თუმცა, ანუ ყველა კერა შენი მიმართულებით იყო ეს წერილი დაწერილი და მან ყველა ნებისმიერი გოგო მიხვდებოდა რომ მან ბოდიშის მსგავსი არ იყო ელემენტარ ან მიყვარხარ აკლდა მარტო მადაურობას. ანუ მაგ წერილს მარტო მიყვარხარ აკლდა. და ეს მომენტი, როდესაც შენ მსგავსი წერილი გივარდება ხელში, როგორი ფეიქი ურთიერთობაც არ უნდა გეგონოს აი არ ვიცი რანაირად უნდა აცხოვრო სხვა ადამიანი მე მაგალითად მსგავს სიტუაციებში სხვანაირად ვიქცევი არ ვიცი ჩემ მაგალითს ვიძახი თუ ვეჭხირები სადმე ანუ
ორი ადამიანის ურთიერთობაში ყოველთვის ვცდილობ, რომ გამოვერიდო, ოღონდ გავაგებინო იმ ადამიანს, თუნდაც გოგოს, რომ შეცდომას უშვებ, მიხვდი? კაი, შეხეთეონა, მე მაინტერესებს თქვენს ურთიერთობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი პრობლემა არის წერილი, ხო? სხვა პრობლემა არ გაქვთ? მახოცავ მე ხელებს. არაფერს არ გახოცავ, რატო გახოცავ? ანუ შენ, ასოხი უნდა მოთხოვო შენ თავს და ავთოს თუ რაიმე პრობლემა იყო თქვენ ურთიერთობაში. მე რო ამ წერილის შესახებ გავიგე, მე ავთოს ვკითხე, მე ავთოსთან მქონდა ის ნდობის ფაქტორი გაჩენილი, რომ მე მის სიტყვას ვენდობოდი. მიხვდით? და როდესაც ეს მომენტი გაქვს უკვე ადამიანთან თვენახევრის განმავლობაში გაჩენილი, რავი, მე ბოლო 2 კვირა მართლა წერილის მერე ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ავთომ ამიხსნა, რომ იქ მხოლოდ ბოდიში არისო მოხდილიო, თუმცა საქციელები შეეცვალა. ანუ დამოკიდებულება შეიცვალა. რაღაცა ძალიან საინტერესო ამბავი. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ალთო საკნა თქვა შენს დამეთანხმე ამაში. კაცი რომელთანაც ურთიერთობა გაქვს, თეო. და კაცი რომელთან ერთადაც იწექი შენ. ხო რაღაც და რო გეუბნება კაცი რომ ღამე მარტო მინდა წოლა, არ შემიძლია სხვასთან წოლა. მაშინ ვერ უნდა მიხვედრილიყავი ეგ ამბავი რომ უკვე არ იყოს სწორი? ეგ მომენტი ხუმრობით მითხრა ავთომ როგორც თვითონ თქვა, თორემ მე დაუსერიოზული მე ვთხარ რატო არ წევ ხართ ერთად, ანუ რატო გადადის და არა მე არ შემიძლია ვიღაცასთან ერთად წოლაო. ხო და სერიოზულად ვკითხე მეთქი რომ ანუ ეგეთი განაცხადი ამ ჩემი პირადად შეურაცხყოფა. მე მგონია რომ აქ წერილი არ არის, დამიჯერეთ წერილამდე იყო 10 მილიონი რაღაც. ჩემთვის ეგ არის, ანუ სხვებისთვის შეიძლება არ იყოს, მაგრამ ჩემთვის ეგ არის. ხო, მაგრამ ყველა მიცოდა მაგ წერილის ამბავს, მე რატო არ მოხდა? ყველა მიცოდა როგორ ჩა. ყველა მიცოდა ჩემს გარდა, ანუ მე ავთოს სიტყვებს ვენდე ამ შემთხვევაში და თქვენ თუ სხვანაირად იცოდით, ანუ თქვენთან იმდენად პრობლემა არ მაქვს, ანუ ლიზის მაინც უნდა ეთქვა ჩემთვის, რომ არ ხარ სწორ ადამიანთან, მიუხედავად იმისა, რომ ამის რაღაცებს აკეთებს გარდა მაგისა. ნახე, ესეთი რაღაცა დამიწერა. ან თუ დაწერილი არ ეჩვენებინა. მე დავუჯერებდი ამ შემთხვევაში. რამდენჯერ გითხარი ეგ ურთიერთობა რომ არა? რამდენჯერ გითხარი? ბოლოს მეუბნეოდით ყველა აბსოლუტურად და ბოლოს ერთი თუ გავიძაბოდი მაგრამ პირველივე დღეს გითხარი, თეონა მართლა პირველივე დღეს გითხარი, რომ ავთო ამ κρიტიკით, რასაც მე მეუბნება, ამ κρიტიკით მე არ მახსოვს მსგავსი ტექსტები ჩემი მიმართულებით. მე თავი მომაწონოს თქო. და ამას არც მივიღებ არჩევეგოები, ასე შემდეგ თქო. მე და მაშინ თეონა თქვა რომ მე საიჭვიანო არაფერი არ მაქვსო. თუ ადამიანს არც მიიღებდა არჩევები, მაგ შემთხვევაში იმ ადამიანს ისე დაელაპარაკები, რომ მეორე ჩვენთან აღარ მოვიდეს. ჩემი მხრიდან უხერხულია რომ წერილი ვაფრიალო და ხუთჯერ მივიდე მე წერილის ფრიალს არ ვთხოვდი, მე უბრალოდ ვთხოვდი ადამიანურ მომენტს ამ შემთხვევაში, რომ გავეთვალისწინებინე მე. მე როცა ურთიერთობა მგონია ყალბი და დადგმული რეიტინგისთვის მე თქვენ არ ჩაგიშლით. გეგმებს თქვენი რეიტინგის ასაწყობად თეონა არ მოიქეცი ეს. რა ჩანდა ძალიან მაინტერესებს. რა ჩანდა ყალბი და ყველაფერი რო აპატია ის და მაინც რო ავთოს. არა, ნახე, ყველაფერი აპატია არა, მე ადამიანთან რაღაცა თუ მაწუხებს, როგორც შენთან მაწუხებდა ამ წერილის ამბავი, მოვედი და დაგელაპარაკე. მე შენ სიტყვაზე გენდე ამ შემთხვევაში და რაც მითხარი შენ ამ შემთხვევაში და შენ მითხარი მადლობა და ჩამეხუტე, მაგრამ მეორე დღეს როცა გაიგე რომ ერთ-ერთი რჩებოდა ჩვენგან ანისთან ერთად მთელი გზა ლაპარაკობდით, როგორ უნდა გაგერჩიათ ჩემთვის საქმე, მე რომ ფსიქოლოგიურად ცოტა სუსტი ადამიანი ყოფილიყავი, შეიძლება და მართლა შეიძლება თავი მომეკლა, იმიტომ რომ იმხელა კიბერბულინგი მიმდინარეობს ჩემზე ეს დღეები და ისეთი გარჩევები მოიწყო სახლში ამ თემების გამო. გარჩევები არ იყო ეს, ერთი წამი შევასწორებ, მე როდესაც ადამიანთან მაქვს რაღაცა ისეთი გულში ჩარჩენილი, რაც მაწუხებს, არ მიყვარს გულში ჩადება. მირჩევია გავარკვიო ადამიანთან. ყველაფერი გაველაპარაკო მე. ერთადერთი რაზეც გული მწყდება, გოგოებო, მომისმინეთ, რაზეც გული მწყდება ყველაზე მეტად. წინა ღამე იყო ყველაზე მძიმე ჩვენ პროექტში. აი წინაღა ის იყო ჩვენი ჭხუბი, ავთოს წასვლა და ყველა დასტრესილები ვიყავთ. იმის მაგერად რომ ჩვენ ჭკუა გვესწავლა რაღაც ამ მაგალითი გამოგვეტანა იმისა რა უნდა შევცვალოთ. მეორე დღეს მოხდა რომ ყველა გოგო დასხედით და დაიწყეთ საქმის გარჩევა. ეს აი საშინელება იყო. ყველაზე საშინელება ისევ იყო ერთის წინამდე 3 ადამიანი და არ არის ხალხო ეს სწორი. რაღაცა უნდა გვასწავლოს ამ პროექტმა. აი წინაღამეს ისეთი სტრესი იყო. და რამოდენიმე დღე ვიყავ სტრესში, ხო გახსოვთ? გადა ურუსკეში წავედი და იქაც სტრესულად აბა მოდი ვიმხიარლო ძალი და ასე შემდეგ. არ შეიძლება ცოტანი დავჭით, აღარ გვინდა ეს დაძაბულობა. ნახე, ეხლა შეკითხვა მაქვს ერთი წამით ყველა მონაწილესთან.
როგორც გავიგეთ, თეოს ხმაში იყო წყენა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მონაწილემ იცოდა ამ წერილის შესახებ. ვინ იცოდა ამ წერილის არსებობის შესახებ? ანიმ, პატრიკმა, თქვენსამმა არ იცოდეთ. ჩვენზე კარგად მაყურებელმაც იცის. არის კადრები, რომელიც მაგალითად წერილი თვითონ მომეცი ბიჭო და ეს თემები არის. მე მაგალითად ვიცი. როცა გავიგე ამ წერილს. შენ წერილის შინაარსი იცოდი? არა, არ წამიკითხე, ანუ ვაფშე არ მომისვენია იცოდი და რაღაცა მე ვიდეოში ნახე მზეო. შენ რამდენადაც ვიცი, იცოდი წერილის არსებობაც და მისი შინაარსიც. არსებობის შესახებ მე ლიზის უთხარი, რომ ეხა მიუტანე მე კიდე თავზე გადაახიე თქო, პირდაპირ თქო. ლიზი მითხრა, რომ არა, ანუ მე კი რაღაცა დავიწყე კითხვა, მაგრამ ისე გაურკვევლად ეწერა, რომ ვერ გავიგე და თან უზარმაზარი იყო და აღარ წავიკითხე ბოლომდე. რაღაცა მითხრა რომ თეონას რაღაცა მეგობრულად მომწერაო ესო, მეგობრულად მივიღეო, მაგრამ იქ მეგობრულობის არაფერი არ იყო. უბრალოდ მე რაც ვფიქრობ იცით, არ ვიცი, რა ვიცი, როგორ ვერ უნდა იგრძნო ადამიანმა ესეთი ყალბი ურთიერთობა, როგორიც ამ პროექტში ხა ამ სახით იყო. და ზუსტად ამ ურთიერთობის გამო მე მითხრეს, რომ ხარ უინტერესო და ის მინდოდა რომ გამეჟღერებდი და მეგობრობდო. და რომ ინტერესოა ჩარჩათ. კარგი. როიალ, შენ ძალიან გაგიკვირდა ამ წერილის არსებობა. მანამდე ვერ ამჩნევდი ავთოს და ლიზის შორის. ანუ მე მართლა ვფიქრობ, რომ წერილი კი არა. სამკუთხედის შემთხვევაში სამივე კუთხე არის ჩართული. ავთოზე კარგად მე მაქვს ლიზასთან ურთიერთობა და პატრიკს და გიორგისაც ასევე, მაგრამ ჩვენ ზარავინ არაფერს არ იძახის, ხო? მაკედან გამომდინარე ლიზაში არ არის პრობლემა. და როგორ ვერ უნდა მიხსენე, როცა მეორე თუ მესამე კვირას მაღაზიაში იყო ჩხუბი ერთ-ერთი, რომ ლიზას ფლირტავებოდა და ვერ ხვდები. maybe ამ სტუპი. კვირის წინ იყო უკვე ამაზე გარჩევა ჩხუბი, თუმცა ეს ფაქტი დაიგნორეს და მითხრეს, რომ ეს მეგობრული ფლირტია და მე უკვე თავი უხერხულად ვიბრძენი, რომ ამდენჯერ მე თქვა, რომ მე ავთოს მოვწონვარ, ეს ჩემ მხრიდან არ გამოდის ლამაზ. ამიტომ, მეგობრულში მივიღე ისე როგორც მითხრეს მონაწილეები, რომ ეს არის უბრალო ფლირტი და თუ წერილს ესე სერიოზულად განვიხილავთ, მაშინ ავთოს სხვა რეპლიკებიც უნდა განვიხილოთ სერიოზულად, როცა თეონას თქვათ ასაკზე საუბრობდა ანის გაუგია ამის შესახებ, თუმცა არაფერი არ უთქვამს თეონასთვის, სხვა რაღაცეებიც იყო აქ და არავის არაფერი არ უთქვამს თეონასთვის, თუ ასე განვიხილავთ. მე შეიძლება მომეთანა ეგ წერილი. ლიზას ადგილას, ხო? შეიძლება გიორგის აი ვიცით რომ ეგეთი ადამიანია და პატრიქს, მაგრამ მაგის თავი უნდა გქონდეს მე რომ არ მისწვდო რომ ისევ შენზე შემოტრიალდეს ეს ყველაფერი, ხო? ვერ მოვითხოვ ლიზის რომ ეგრე მოიკეცი. იმიტომ რომ ავიწყდება ჩვენ ავთო იყო ძალიან აგრესიული ადამიანი და შესაძლებელი იყო რომ ლიზის ეს წერილი რომ გამოეჩინა, ავთომ არაერთხელ გამოიჩინა აგრესია ლიზის მიმართ და შეიძლება და ეს აგრესია ლიზის მიმართ განხორციელებულიყო. არავინ არ იცის და ხა რა ვსთხოვ 19 წლის გოგოს რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში შეიტანე წერილი, სადაც არის ერთი აგრესორი, სისულელეა ხალხო. კარგი, სალომე, შენც უნდა კითხვა აუცილებლად, ატყობდი ავთოს და ლიზის შორის გარკვეულ ფლირტს თუ ვერ ატყობდი? მე აუცილებლად ვანახებდი თეოს წერილს. მე ცოტა სხვა კითხვა დაგისვი, მაგრამ გასაგებია ეს პასუხიც აბსოლუტურად. ანუ ჩემი პასუხი ეს არის, ანუ ყველაფერზე აბსოლუტურად. აუცილებლად მე ვერ ვამჩნევდი, მე წეღანაც თქვი რა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე და თეო ერთ ოთახში ვართ, ავთო ჩვენს მოპირდაპირე ოთახშია და მე ყოველთვის უტყმებოდი ამათი რაღაცა ერთიანობით, ანუ როგორ შეიძლება და შემემჩნია ესეთი რაღაც ვერ ვხვდები. მე რა ვერ გავიგე, როგორ ვერ ამჩნევდნენ, როდესაც თეოს მოუტანა საჩუქრად ავთო მანათობელი რაღაცა წარწერა, თეო უსასრულოდ რაღაცა ხო, რაღაცა იყო, ესეც სასიყვარულო, ამას ჩემი ამოუხსნელი საიდუმლო. ჩემი ამოუხსნელი საიდუმლო, რომელსაც ჩუქნის თეოს, თეო რჩება ამ საჩუქართან ერთად მარტო და გადმოდის პატრიკთან საძინებელში და ღამის 5 საათამდე პატრიკის გვერდი წევს. ჩვენთან ერთად იწვა. ანუ როგორ ვერ უნდა მიხვდე უკვე ადამიანი, როდესაც სასიყვარულო ნივს გჩუქნი და მე მივდივარ მე პატრიკთან ერთად გორაობ საწოლში. ცუდი გაგებით არა. მეგობრულად. კარგი, არ დაგვავიწყდეს რომ კიდევ ერთი სამკუთხედი იყო აქ. ანი, რას ნიშნავს შენი ნატრთფობი? მოიცი. ანუ ეს თემა ცოტა სხვანაირად დავხურეთ რა. და მოდი მაგრამ გვინდა რომ განვიხილოთ აუცილებლად, რადგანაც ეს გადაცემა იმისთვის არის, რომ განვლილი მოვლენები განვიხილოთ.
მე რატო წამოვიღე საერთოდ ეს თემა, რატო მოხდა? ავთოს თუ ამდენჯერ მოსულა, გაუკეთებია, უთქვამს და ასე შემდეგ. ეს ბოლო ამოფეთქვა იყო და მაგიტო? რამე სხვანაირი რაღაცები გამოიყენა თუ? როგორ აზმეიკა? ანუ ვერ მივხვდი, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? კარგი, მოდი პირდაპირ კითხავ. ლიზიზე ეჭვიანობდი? არა. და ეს ბოლოს შეკრება ქალების შენ ინიციირებული უბრალოდ თეოს დასახმარებლად იყო? ეხლა როგორი რაღაცაა, ეს ბიჭები თუ რაღაცას არკვევენ? ბიჭების თემა უნდა იყოს. მაგრამ მე როცა გოგოებთან რაღაცას ვარკვევ, ესე იგი ჩვეულებრივ საუბარი გვაქვს და ვარკვევ. ანუ აქ ჩხუბი არ არის. ჩხუბი არ მიხსენებია გარკვევა საქმის. ანუ თეოს გამო იყო თუ შენ გამო? პირადი ინტერესი ქონდა თუ თეოს გამო არ ამ მომენტში ჩემ გამო არ იყო, იმიტომ რომ ავთანდილი გავარდა და არა გიორგი. თუმცა შენ ახსენე მახსოვს გიორგის მიერ კაბის შეკვრის სცენა, რომელიც ასევე ნეგატიურ კონტექსტში იყო შენ მხრიდან მოხსენებული. ნუ უბრალოდ მინდა ვიკითხო ესეთი რაღაც. ანუ აქამდე ლიზი სად იკრავდა კაბებს? ერთი კი ხო ეს არის მაინტერესებს. What? გოგო, მე ჩემთან მოდი. ბაზარი არა, შენ სად იყავდი მაშინ ბიჭო? თან მინდოდა რომ პატრიკზე მეთქვა რომ კაბა ტიპი მინდა ტუალეტიდან არ გამოდის, იმის გამო სანამ არ გამოიცნო და მაკიაჟს არ დაისვამს. მე ვიყავი შუაში, რაღაც ამრევი მე ვიყავი ამ ორი გოგონას ამბავში რა. მე მგონი მაყურებელმა რაღაცები აურია, არასწორად არის ყველაფერი. ანი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარი. ჩვენ დავალაგეთ ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ დავჭით როგორც ძალიან ძვირფასი კარგი მეგობრები. დანარჩენ ჩვენ ურთიერთობაში ყველაფერი დასრულებულია. ეს უნდა მაყურებელმა ძალიან კარგად გაიგოს. მე აბას ლიზის შეუკრავ, თეოს თუ ნუ სალომეს და შეიძლება თუმცა შეუკრა, ხო? მეგობრულად ვიძახი. ანი არის ახმები? ეს არის ჩემი გადასაწყვეტი და ძალიან არასწორია, როდესაც კანა იმას ვიძახი, რატო შეუკარიკაბა? მე მაქედან ლაპარაკი შეუყვანა უკვე, ხვდები? ანუ ეს უბრალოდ გამოიყენე სიტყვის მასალა. ახლა მივხვდით, კაი. ჯიურის უნდა ვთხოვა შეფასება. რა ხდება? თქვენი აზრით გისმენთ მინუტსა. 5 კუთხედი. ანი აშკარად. 5 კუთხე აქვს. ახლა გამოგიჭირე გიორგის სიტყვაზე. ხრა კარგად. ჩხუბი, ავთანდილი კი არა, გიორგი ეჭვიანობდა თორმე. აი, მოდი დავიწყოთ ახლა გიორგიდან ესე ჩამოყვებით წრეს გავაკეთებ, ახოთი დავასრულებ. გიორგი, ახლა ხო თქვი, ვისაც მინდა კაბას შემუკრავო? უკვე. ხო, და ავთო ვისაც უნდა ფოტოს გადაიღეს, მასე თუ წავიდა. არა, მე ვის უკრავდა კაბას? ვის უკრავდა? ვისთან იღებდა ფოტოს? ადამიანს, რომელსაც მე შეუკარიკა. გეტყვი. ანუ ეს იყო ეჭვიანობა გიორგი შენი მხრიდან ლიზის მიმართ. აი, მოდი წავიდეთ ესე იგი, ნუ ნამდვილად 5 კუთხედი არის და მინდა თეოთი დავიწყო ლაპარაკი, იმიტომ რომ რახანს ჩემთვის ყველაზე მეტად ახლა მაინც თეოს პოზიციას ვიზიარებ და ვიზიარებ რა, ანუ ვერავის პოზიციას ვერ გავიზიარებ, სამ მარცვალი სიმართლეს 5-ვე კაცში არის რა, აი ყველგან, ნუ ავთოში ყველაზე ნაკლებად მინიმალური 0.001%. თეო, შეხედა, ვთვლი რომ წერილი იყო, ნუ ლიზი ნამდვილად რომანტიკული ისეთი იყო, რა ეგ წერილი მე რო ვიღაცა მომწეროს, ხო, გადავახებ სავარაუდოდ თავზე. მაგრამ შეხედა 18 წლისა უზარმაზარი სტრესის ქვეშა ყველა ყურადღებას აქცევს და აიჭრა დაიბნა ერთხელ თქვა მეორეჯერ თქვა ეხლა ხო არ დავიწყებ ეხლა ტრაფარეთის უკაცრავ სწორედ ქართულს თქვა სიარულს რომ მოვწონვა რა ავთოს ამისიც მესმის შენ შემთხვევაში შენი გულის ტკენაც მეც რომ ჯერს ეს თემა საჯაროდ გაირჩა და ალბათ არ ვიცი მე როგორც ადამიანი ძალიან გულნა ტკენი და შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს ამავდროულად მინდა გითხრა რომ შენთვის ეგა ძალიან მაგარი იმიტომ ყველაზე მაგარი გაკვეთილი მიიღე მთელ სოფლიოში ეგ ჩემს არასოდეს აღარ მოგივა აი ძალიან ეგ შეიძლება გაგრძელებულიყო წლობით და მე ვიცი ურთიერთობები რომ ეს გრძელდება 3 4 5 6 წელი შვილი ყავს და მე აღმოჩნდა რომ ეს მამაკაცი 10 ადგილას დასეირნობს ასე რომ თქვა ამიტომ მადლობა თქვი ამ გამოცდილებისთვის და აიღე ეს ყველა პოზიტივი რაც იცი როგორი ლამაზები ხართ ორივე და საერთოდ ჩემ ფილოსოფიას გეტყვით რომ საერთოდ ანუ ბევრი რაღაცა ყოფილა იცით რომ მე და ავთო თქვენ გვიწოდეთ როგორი ხნავა რას გვიძახიან ბევრებიო ხო
ვებრებს გვეძახით კი ქალები და კაცი და რაღაც მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოცდილება მე ხშირად ვქონია ეგეთი გაუგებარი უსიამოვნო სიტუაციები და ჩემი პოლიტიკა ასეთია რომ ყველაფერში დამნაშავე არის მამაკაცი რა თქმა უნდა და გოგოები ვიყოთ ერთად რაც შეეხება ანას ანამ ჩემი აზრით გააკეთა ის როგორ თქვით არა სხოტკა არამედ უბრალოდ ილაპარაკეს და სხვათა შორის ჩემთვისაც საინტერესო იყო მოსასმენად რომ აი რას ფიქრობენ და ანუ იქ არ იყო რაღაც დაძაბულობა და აგრესიულობა მაინც მე მესმის ახლა ლიზა მარტო იყო და რაღაცა ახსნა განმარტებებს რომ აბარებ ვიღაცას ძალიან უსიამოვნო პროცესია მაგრამ თქვენთვის კარგი ახლა ვინც რჩებით აქ ილაპარაკეთ გაირკვა და კიდევ ერთხელ გეუბნებით ყველას გაქვთ სიმართლის მარცვალი ავთოს არ აქვს იმიტომ რომ ავთოს ბრალია ეს საერთოდ ყველაფერი ხდება და გიორგი ხო აბა გიყურებ ჩვენ ახლა მახსოვს როგორი კონცენტრირებული იყავი ანიზე და ახლა როგორ ცოტა მიმართულება შეგეცვალა თავარი არის ამ ყველაფერში ანი არის ანისთან ურთიერთობა არ დავკარგე ეგ არის ჩემთვის თავარი იმიტომ ანი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია და ჩვენ შევძელით ყველა რაღაცა პრობლემიდან გამოსვლა და ერთად ყოფნა ეს არის ჩემთვის და ანი არის ჩემ ძალიან ძვირფასი მეგობარი კარგი ნუ კი შენც უნდა შეაფასო აუცილებლად გისმენთ რაღაცებში გეთახები რაღაცებში არ გეთახები ახლა აი ნახე ჩემთვის რომ ასეთი წერილი მოეტანათ არ გადავახებდი თავზე ძალიანაც მესიამოვნებოდა შევინახავდი ვიცით რომ რა კარგია ვიღაცას ჯერ კიდევ მოვწონვარ და ხო ლიზა ესეთი ტიპაჟი მგონია რომელიც ცოტა პრანჭია ანუ სიამოვნებს ეს ყურადღება ხო კაბარა კი გეთახები ხო ყველა ქალს სიამოვნებს ახლა აუცილებლად უნდა უთხრათ რომ მაყურებელს რომ მე აუცილებლად მივცემდი თეოს ამ წერილს მაგრამ მივცემდი არ ვიცი იმიტომ რომ მივცე წერილი კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას რომ ამ ავთოს მოვწონვარ ძალიან მე ჩავერიო ამ ურთიერთობაში არ ვიცი რამდენად მივცემდი გააჩნია ალბათ რამდენად კარგი მეგობრები ვართ აი თუ ძალიან კარგი მეგობრები ვართ მაშინ რა თქმა უნდა მივდივარ ვიცი ეს ბიჭი ფეთქებადია და შეიძლება მოგიტრიალდეს და კონფლიქტი მოგიწყოს ორ წამში ხო არავინ არ ესეც არის და იყო კონფლიქტი ლიზისა და ავთოს შორის გულწრფელად მითხრათ თქვენ ხართ აი ესეთი ახლო მეგობრები აი შენთვის ხარ არ ხარ მაშინ რატო ითხოვ ხო ანუ მაშინ რატო ითხოვ ეს ადამიანური მომენტი მგონია რომ აი უბრალოდ მართლა შეეძლო რომ აი ეთქვა ტყუილში ცხოვრობ ანუ ბოლომდე წერტილი დაესვა ფაქტი ეჭირა ხელში და მას არ ქონდა გარანტია რომ ამით გაართულებდა თუნდაც პროექტში თავის არსებობას ბევრჯერ გამიგია მაგრამ აბსოლუტურად ჩემთან აი შენი ისენიც მაქვს ვიდეოს რომ ამბობ რომ ეს არ არის და ჯერ თვითონ ავთოსი ჩვენ ერთად არ ვართ და რაღაცებს რომ ვაკეთებ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხარ უნდა წარმოიდგინეთ ვიღაცაზე ხარ შეთხლაშილი ძალიან და ის ვიღაცა მე ესე ლაპარაკობს რომ შემიძლია თქვა ნორმალურ ურთიერთობაში არასდროს არაფერ შუაში არ არის მესამე ადამიანი. არასდროს არ ჩდება თუ ორ ადამიანში ყველაფერი კარგად არის და ჰარმონიულად. და ეს არ არის პატარა გოგონა თეო. და აუცილებლად უნდა ცოდნოდა და აუცილებლად უნდა შეემჩნია ლიზის კიდე აი ამ წერილის გადახევით რა მოუვიდოდა თუნდაც მონაწილეებთან პროექტში და რამდენად მომგებიანი თუ წამგებიანი იქნებოდა მისი მდგომარეობა ამხელა გათვლას ნუ მოვთხოვთ ადამიანს 19 წლის არის გოგონას რომელმაც მიიღო წერილი მეტი არაფერი არა ხო მართალი ხარ არ არის საჭირო გარჩევა გოგოებს შორის როდესაც თუ გაჩნდა მესამე ესე იგი ხო იმ ორში არ არის კარგად მესამე რო გაჩნდება არავის ბრალი არ არის სამწუხაროდ ყველაფერი ხდება ესა ჩვენი დასკვნა. ჩვენიერი პასუხი არის ნამდვილად. კარგი, ანის უნდა და რაღაცის დამატება ძალიან. გამოვიწყდა. კარგი, არ დაგავიწყდა, იმიტომ რომ სამკუთხედზე იყო საუბარი. ანუ სამკუთხედი და რაღაც არ არის. ანუ თქვენ რასაც ფიქრობთ, რომ ეჭვიანობა და რაღაცები არ არის ეს. უბრალოდ, როცა იყო ლიზა ასული გიორგისთან, როცა ჩემი მეგობარია, თან ლიზა გავაფრთხილე, არ ჩაერიო მე და გიორგის ურთიერთობაში თქო ბალკონზე. გასაგებია. და მივიდა და მე ელაპარაკებოდა გიორგის ქალური კოალიცია თუ რაღაცა. კარგი, ანი, მოდი. ბარემ შენზე მომზადებული ვიდეო ნახოთ ახლა. გთხოვთ ვიდეო. ჩემი ნატრა, შენ გაგიბედი. თუ არა. შენ ხომ მეთანხმები იმასთან დაკავშირებით, რომ სიყვარული თუ არ არის, ტრობაც არ არსებობს. თუ არა. შენ თუ გიყვარს მზე.
მაგრამ თქვენი ერთად ყოფნა არ გამოდის, იმიტომ რომ შენ ღამე უნდა იყო და ის დღე. მაგრამ არა უშავს, ორივე ლამაზები და კარგები ხართ. დარარარირან და აი ხო მაგალითად გიოზე ხო ნაწყენი. ხო. ნაწყენი რა გატეხილში ვარ. ხო. ანუ გული ჩამეწვა. ხო. გული მომწყდა და მეტკინა. ხო. ეგ სიმპათიური, მოციმციმე, თვალებიანი, მახინჯი, მაიმუნი მაკაკა ნერვებს მოსის. ჯიგარი მეწვის როე. ეს ეგ ვერ გავიგე. მაგრამ მე ჯიგარი მაქვს ჩამწვარი. მიშველა ხიხავი ხუპები. ეგ თემა. როიო. გაირკვე რას ნიშნავს ჯიგარი დამეწვა. რა მე მეუნებით რამეს? როიოს. ხო, გამიმეორე პლიზ. ვერ გავიგე. გაირკვე რას ნიშნავს ჯიგარი დამეწვა. მაიო მეთქი. ვინ იწვის? შემწვარი კატამი. ხო, ცოტა ანი აუხსენე ხო რას ნიშნავს ჯიგარი დამეწვა. აი აქ ხო ჯიგარი რა? და გიწვის, როცა ნერვეულობ. რაღაცაზე და იქ მე აღარ დაფრინავენ პეპლები. არიტინო თაღა. გარბაზმა ამოიკროს მამათიასა. კარგი, ანი მითხარი, შენ და გიორგის ურთიერთობა გაცდა ცოტათი მეგობრულს? არ ვიცი, არა. არა. დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებული ვარ, რომ არა. გიორგი, შენ წინ არის ყველაფერი და არა. შენ რას გრძნობ ახლა ანის მიმართ? ანის რჩება ამ პროექტში ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას მეგობრად და ანისთვის ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ, გვერდში დაუდგები, როცა უნდა იყოს. და მე ანის პირდები, რომ ბოლო მომენტამდე დავიცავ, მაგრამ ну, ჩემი ამიგრძალეს უკვე ანისთვის რჩევები და რაღაცეები, იმიტომ რომ თურმე არასწორია, მაგრამ მე მაინც რაღაცა გზებით შევეცდები, რომ რაღაცა ანის მაინც შემებურად უთხრა. თუ რაღაც არის, იმასაც რომ ჩხუბობდით ჩვენ, რომ გამოვედი ამ გოგოებში რომ ჩავერიე, ანისთან მქონდა საქმე, ანის ურჩევდი საქმეს, ისე კი არ ურჩევდი რაღაცა ესე. ჩვენი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი მეგობრობა გვაქვს, რომელშიც ვარჩევ საქმე. მადლობა დიდი გულწრფელობისთვის, გიორგი. ახლა კი მოდი ვნახოთ ვიდეო და შემდეგ ჟიურისთან გადავინაცვლებთ. Is always green, the lights are squeaky clean. I am the new model, I am the new model. L-O-D-E-L, the new model. ეს იყო სიურპრიზი, რომელიც ავთანდილ ცხვიტინიძემ პრაიმ ჰაუსის მონაწილეებს მოუწყო და ავთა მაინტერესებს როგორ მოგეწონა ჩვენი მონაწილეები. მომეწონა ყველაფერი და მართლა კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ ესეთ დასასრულს არ ველოდი. თუმცა იქ როგორ ახერხებდნენ თან ჩხუბს, თან კამათს და თან ესე პროფესიონალურ დონეზე პოზირებას და ტანსაცმლის ესე ჩვენებას, ну ნამდვილი პროფესიონალები არიან. მინდა გითხრათ თურმე ალეწილები ყოფილან შიგნით და ნუ ისეთი ფოტოსესია გააკეთა გიორგიმ, რომ საოცარი ემოციებია, მთლიანად ტანსაცმელი ჩანს იდეალურად და არის. მეც ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია მონაწილეებიც კმაყოფილები არიან და იმედია გამარჯვებულიც ვყავს ამ პროექტში. მადლობა ძალიან დიდი. ავთანდილ, მოდი აგვიხსენი რა წესები იყო აი ამ გადაღების შინაარსი. ამიტომ ამ გადაღებას ხო ქონდა თავისი წესები და შემდეგ გამარჯვებულიც უნდა გამოგევლინა. გადაიღეს TikTok ვიდეოები, ვინც ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა ჩემს სამოსში, ის არის გამარჯვებული. და პლუს დაიდება ჩემს ოფიციალურ გვერდზე მთლიანი ფოტოსესია. რაც შეეხება გამარჯვებული იღებს მთლიან ლუქს, ფეხსაცმელი, წინდა, მაისური, ჟილეტი, შარფი, აი ყველაფერი რაც ეცვა მთლიანად საჩუქრებს. ანუ გამარჯვებული მიიღებს მთლიან ლუქს ავთანდილის. და ახლა უნდა ვიცხრათ, თუ ვინ არის გამარჯვებული. მე როგორც მითხრეს, ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა როიალმა. You are so royal.
შენ აუცილებლად მიიღე არაჩვეულებრივი საჩუქარი, დარწმუნებული ვარ ყველა მონაწილეს. შეიძლება რომ გადავცე თუ კი, არა? რა თქმა უნდა, შეიძლება რომ გადავცე. ჩაგივლი. მოდი აი დეფილეს გახსოვ მინდოდა რომ ესე გაგვევლო რა. ბოდიში. და ახლა ესე საზეიმო ცერემონიალი აფრანდელი გადასცემს ნახე, ეს ყველაფერია. ინდაცია. რაც გეცვა. ძალიან მადლობა. ერიკი. ახლა ვიცი. ანუ ამ ადამიანმა, რომელიც 25 წელი არის ამ სფეროში, რაც იშვიათი არის, რომ თვითონ თავარი დიზაინერი მოდიოდა თითოეულ ჩვენთან, მე მაცნევდა, მეხმარებოდა, Ed Sheeran-ს ველი რომ მე ჩამეცვა, რაც არის, ანუ ძალიან დასაფასებელი ეხალადიერი. ნამდვილად. ასევე მოდელი, რომელსაც უმუშავე ავთანდილთან უნდა ხაზგასმით აღენიშნოს მისი განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ყველა ადამიანთან, ვინც მასთან ერთად მუშაობს. მადლობა. კიდევ ერთი ფოტოსესიის შესახებ მინდა ნახოთ ვიდეო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ არაჩვეულებრივ ფოტოსესიაზე იმუშავა გიორგი ცავამ, რომელიც უნიჭერესი ფოტოგრაფია და დიდი მადლობა მას ამ ფანტასტიკური ფოტოებისთვის. და კვირის დასასრულს თეომ და ანიმაც გადაწყვეტეს ახალი ცეკვის დადგმა. ვიხილოთ ცეკვა. მოდი, წამოიჩიტობა. საით? სარკებიაში? ხო. მოიტანე ფეხები? უნდა გახსნა? და უნდა ახვიდე. ესე გასწორ. და გასწორდე, აღარ ხელმოჩა. ეხა ავიღებ და ყველა წორეს მაკეტებინები. შენ ძალიან იჭერი ხარ და მინდა რომ დაასათაურო ეს ვიდეო. როგორ? რა ერქვა ამ ცეკვას შენი აზრით? რას დაარქმევდი? თავისუფლება. ეგზორციზმი. იცი რა არის? ანი, სად იყავი აქამდე? თეონა. ანი დასაში. ნუ ორივე იყო ნამდვილად ამ ვიდეოში. არა, თეო. ყველაში იყო. არა, დღესაც ახლა არ მინდა ზედმეტი, მაგრამ დღესაც რო შემოხვიდე, რაღაც სხვა ჩვენ ვლაპარაკო და ის სხვა ენერგეტიკით შემოვიდა. რაღაცნაირად წელში და მე მჯერა, არ მინდა ხა ზედმეტი, მაგრამ ტოქსიური ურთიერთობებით მჯერა, რომ შეიძლება ვიღაც ადამიანი გრგუნავდეს და ჭამდეს შენ ენერგიას და არ გაძლევდეს საშუალებას, რომ და ეხლა ესე ძამობს. ნუ კი რაღაც კარგი თქვი ძალიან ცეკვის სათაურთან დაკავშირებით და ხო გაიგეორე. რა დაკარგეთ ბიჭებო, აი ზუსტად. გეხვეწები, მე მეც მასწავლე რა, მე ეს რა ქვია, უკვე დიდი ხანია გათხოვილი ვარ და რაღაც უცოტა. მასწავლი? კარგი, მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ყავს ორი აუთსაიდერი.
რომელთათვის ხმის მიცემა შეგიძლიათ მათთვის მინიჭებულ ნომრებზე, ამისათვის უნდა დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ მათ, ზარისხირებულება არის სიმბოლური 1-1 და ასევე შეგიძლიათ თქვენს რჩეულს დაუჭიროთ ხმა Facebook Messenger-ის საშუალებით, ამისათვის ესტუმრეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს, გახსენთ იქ პირადი მიმოწერის ველი, აირჩიეთ #getstarted და შეგიძლიათ მისცეთ ხმა ან ერთ ან ორივე ქალბატონს. და ნელ-ნელა უკვე კულმინაციისკენ მივდივართ მეგობრებო და გიორგი, რა თქმა უნდა. ერთადერთ მაპატია. ვიცი რომ დასამატებელი გაქვს, გისმენთ. რა მინდა რა მე მგონი უნდა ავიყოლიო ყველა მონაწილე რა. აქ უნდა ცხრა იყოს 3 მონაწილე. ერთ-ერთი იყო ავთო. ავთომ დატოვა პროექტი და დარჩა 2 მონაწილე, იცვლება რომ ავთო გავარდა პროექტიდან, ხო? ანუ ერთმა მონაწილემ დატოვა პროექტი და 2 ბრუნდება სახლში. თუ არის შესაძლებელი? 2 1 ბრუნდება სახლში. არა. როგორ 2 ბრუნდება ხოლმე წესით? წესით? ხო, ამ შემთხვევაში ის 1 გავარდნილი და 2 წესით უნდა დავიდო, 2-იან დარჩა. მე ძალიან მინდა ერთი წამი დაგაჩადე. მე ძალიან მინდა რუსთავი 2-მა, რუსთავი 2 გუნდმა პრაიმ ჰაუსისა, შემდგომელობა, აი ეს 2 გოგო, რომელიც ერთი არის როგორ დაზარალებული სიყვარული, მეორე როგორ დაზარალებული ამ სამკუთხედით, მინდა რომ ჯერ კიდევ გოსი ნამდვილი ყველა მონაწილე დამეთანხმება, დარბაზი დამეთანხმება, რომ იქებ იყოს ერთი გამონაკლისი დღე, როდესაც ორივე გოგონა დაბრუნდეს სახლში და შემდეგ კვირას გავაგზავნოთ 3 დღე. სამწუხაროდ გიორგი, როდესაც საუბრობ სოლიდარობა ქალებს, ქალების უფლებები აქვე რომ ეს ასე ვერ მოხდება და ამიტომ მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს გოგონების ნომრებს, რომ ხმა მისცენ მათ, რადგანაც დღეს ერთ-ერთი მათგანი დატოვებს პროექტს, მაგრამ ძალიან დასაფასებელია შენი დამოკიდებულება მათ მიმართ, ნამდვილად კი ძალიან ადამიანური დამოკიდებულება. და დავიწყოთ ნელ-ნელა მომგონი დრო თქვენი პორტრეტების ნახვა. პირველი იქნება ლიზი ქონიაძე ნომრით 0903030301. ყავს უფროსი და ჩემი ესე ვთქვათ საუკეთესო მეგობარი. ასევე ძაღლი, როგორც ოჯახის წევრი, ძმად მივიჩნევ. ყავს იდეალური დედმამა და ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ბათუმში. სწავლობ იურიდიულ ფაკულტეტზე. ჩემთვის პრიორიტეტულია უფლებების დაცვა იმ უმცირესობების, რომლებიც არსებობს საქართველოში დღესდღეობით. მიყვარს ინსტაგრამი, რა თქმა უნდა, TikTok-ი, რატომაც არა. ესთეტიურად ლამაზი ფოტოები, ვიდეოები, ასე შემდეგ ძალიან ჩემია. მიყვარს სიმღერა, ცეკვა და ჩავწერე სინგლი და გამოქვეყნა კიდეც და აქვს ბევრი ნახვა, რა ძალიან მახარებს. მე ზოგადად არ ვიცი ვარ თუ არა ეჭვიანი ადამიანი, იმიტომ რომ არასდროს არ მქონია გამოცდილება ამის, თუმცა ვფიქრობ, რომ არ ვიეჭვიანებ პირდაპირ გადავუსვამ ხას იმ მამაკაცს, რომელიც თქვა სხვა ქალისკენ გაიხედება. პირდაპირ გადავუსვამ, იმიტომ რომ პირველ რიგში ძალიან მიყვარს ჩემი თავი, ძალიან და თუ ადამიანი არ მაფასებს და საეჭვიანო საბაბს მაძლევს, მე იმ ადამიანთან ვერ გავჩერდები მაგალითად. ვერანაირად, ვერც ერთი წამით, იმიტომ რომ მე ვიქნებ თავს სავარაუდოდ დამცირებულად. ყოფილად ჩემთანაც ისეთი შემთხვევები, როცა თაყვანისმცემლებს უეჭვიანიათ, კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება, იმიტომ რომ ესეთი ყოფილა ძალიან ბევრი. და ამას ძირითადად არ ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ ჩემზე ეჭვიანობის უფლება არ აქვს არავის ვინაიდან და რადგანაც მე არ მქონია ისეთი ურთიერთობა, რომ ვიღაცამ გამიზიაროს ის მისი ფიქრი ეჭვიანობის და ასე შემდეგ. ლიზი, მიმართა შენს გულშემატკივარს. რომელ კამერაში მიმართო მიხარით? საერთოდ პირდაპირ.
ჩემო საყვარლებო, ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა. გუშინ მთელი დღე ვკითხულობდი თქვენს SMS-ებს და ამ ხელა სიყვარული ადამიანის მიმართ, რომელსაც არ იცნობ საერთოდ, არის ძალიან მაგარი. მე დღეს რომ გავარდე, თქვენი სახით ისეთი მაგარი რაღაცა შევიძინე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ბოლომდე გამყვება ეს ბედნიერება. ამიტომ კიდე დავამატებ, რომც ვერ მოვიგოხმებით, ყოველთვის ვიქნები ჩემი თავის წინაშე და ღმერთის წინაშე მართალი. ამიტომ მე ჩემი თავი არასდროს არ დამეკარგავს ამ პროექტში. მადლობა. შემდეგი აუთსაიდერი არის თეონა კოჭლამაზაშვილი ნომრით 0903033302. და ვნახოთ თეონას ვიდეო. მე ვარ თეონა კოჭლამაზაშვილი, ქორეოგრაფი მოციქულე. მთელი ცხოვრება აქვს ცეკვაო და უკვე 5 წელია მე თვითონ ვარ ქორეოგრაფი. ცეკვა ჩემთვის არის თავისუფლება. მაგ დროს შემიძლია ვიყო ის, რაც რეალურად ვარ. ფაქტობრივად ჩემი მთელი ცხოვრება ცეკვას ეკუთვნის, მაგის გარეშე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი დღე, ვერც ერთი წამი. იყო პერიოდები ჩემს ცხოვრებაში, როცა ვერ ვახერხებდი ცეკვაზე სიარულს, იმის გამო, რომ ოჯახში ფინანსური საშუალება არ გქონდა. თუმცა ამას არ გაუჩერები ვარ. ძალიან ჩაკეტილი პიროვნება ვარ, ახლოს არავის არ ვუშვებ. და მაგის გამო მე-9 კლასამდე მეგობარი არ მყავდა. შემიძლია მთელი დღე, მთელი კვირა და მთელი თვე ვიყო მარტო ისე, რომ არავის ნახვა არ მინდოდეს, გარდა ჩემი კატისა. ზოგადად არ ვარ ეჭვიანი და არც ერთ ჩემს ძველ ურთიერთობაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ან მე მეეჭვიანა, ან პირიქით იმ ადამიანს ეჭვიანა ჩემზე. არც ლიზისთან შესაჯიბრი არაფერი არ მაქვს. ლიზისთან ეჭვიანობის ფაქტორი კი არ მქონდა ჩართული, არამედ მეწყინა, როდესაც მას შეეძლო ადამიანური მომენტი გამოეჩინა ჩვეულებრივი. ანუ შენ რო წერილი მიიღე, ჩვეულებრივად შეგეძლო, ანუ მინიმუმ ნაკოლი მაინც მოგეცარო, თეო შეცდომას უშვებ. აქ ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ლიზი. ამ თვენახევრის განმავლობაში ჩემი თავი გამოვავლინე დაახლოებით 50%-ზე. უფრო ეს ჩემი ბოსობის პერიოდი იყო. თეო არის ბოსი, მოულოცოთ! აბა ნახოთ როგორი დედასახლისი ვიქნები. მოგესალმებით, მე ვარ თეო, ეს არის გადაცემა ცხელის სავარძელი. ხიარული ვარ, როგორც დანარჩენები, უბრალოდ იქამ, რავი, არ მოხერხდა იქამდე, რომ რაღაცა ესეთი რაღაცები გამომემჟღავნებინა. მინდა რომ ხალხმა რადიკალურად სხვანაირი თეონა დაინახოს, რაც აქამდე არ უნახავთ. მიმართე შენს გულშემატკივარს და უთხარი თუ რატომ უნდა დარჩე პროექტში. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მხარში დამიდგა და ერთი ზარი მას გამოუშვა ჩემი მიმართულებით, უღრმესი მადლობა. და პროექტში მინდა ყოფნა იმიტომ, რომ ჩემი მეორე მხარე, რაც აქამდე არ გამომიჩენია, მინდა რომ ყველას დავანახო და ნახონ, რომ შემიძლია ვიყო უფრო მეტი ამ პროექტში, ვიდრე აქამდე ყოფილა. ახლა კი მინდა რომ სტუდიაში მოუხმო ჩვენს სოცმედია ხელმძღვანელ გიორგი ნაჭყებიას. გიორგი, მოგესალმები. გვიხარია შენი ხილვა ყოველთვის ამ სტუდიაში. მე მგონი დროა ჩემი სახელი სხვანაირად გამოაცხადო. როგორ მითხარი? გიორგი ნაჭყებია რეკორდების გამოცხადება. ვაუ! როგორ შეიძლება რომ ყოველ კვირა ახალი რეკორდი დავამყაროთ. აი მაგალითად, დღეს ჩვენ ვიხილეთ პრომო, სადაც იყო ჩვენი წარდგენები სოციალურ ქსელში. მაგალითად, ეწერა რომ ერთდროულად გვიყურებს 40,000 ადამიანი. ეს პრომო შეიქმნა 2 დღის წინ. დღეს მაგალითად გვიყურებს 57,000 ადამიანი ერთდროულად. ვაუ! ასევე TikTok-ზე თუ ყავდა 2 დღის წინ 90,000 გამომწერი, დღეს უკვე ყავს 100,000-ზე მეტი გამომწერი. ვაუ! კიდევ ერთხელ. მინდა ყველას მადლობა უთხრა თითოეულ მაყურებელს, თითოეულ მონაწილეს, რომ აი ასე ძალიან ბევრს შრომობენ, ქმნიან კონტენტს. ძალიან დიდი მადლობა. და ერთი მხიარული ვიდეო მინდა გაჩვენოთ ავთანდილის ფოტოსესიიდან. ერთგვარი ბლუპერი არის.
თავი ვერ შეიკავა და საბოლოოში გაიჩინა. ესეთები ხდება გადაღებაზე? და ერთიც მინდა დავამატო, რომ ფაქტია, რომ შედგა პროექტი ძალიან დღესდღეობით. Limehouse არის ყველაზე რეიტინგული შოუ საქართველოში და ეს არის აი სოციალურ ქსელებს რო შევხედოთ, არავის არ ყავს იმდენი გამომწერი TikTok-ზე სიტყვაზე, რამდენიც ჩვენ და ეს არის აი მე ძალიან ვამაყობ მაგას. მადლობა ძალიან დიდი გიორგი, ყოველთვის არაჩვეულებრივი სიახლეებით და რეკორდებით მოდიხარ. ახლა კი სულ რამდენიმე წამი რჩება თავარ კულმინაციურ მომენტამდე, როდესაც გავიგებ თუ ვინ დარჩება პროექტ Prime House-ში და ვინ წავა სახლში. მე ახლა დავიწყებ ათვლას. განსაკუთრებული დღე არის დღეს ნამდვილად და დავიწყოთ. როგორც ხედავთ, გოგონებმა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს, ეს უკვე კარგის ნიშანია ნამდვილად. დავიწყო ათვლა. თუ გაცადოთ კიდევ რამდენიმე წამი. ერთმანეთს გულში მაგირო, მე ჩრდილოევნებია. 10 9 ხარი მე გული გამიჩერდა 7 6 5 4 3 2 1 ხმის მიცემა შეწყდა. ჩვენ უკვე რამდენიმე წამში გავიგებთ თუ რომელი მათგანი დარჩება პროექტ Prime House-ში და სანამ გავიგებთ შედეგებს, მინდა რომ ჟიურის შევაფასებინოთ დღევანდელი ეთერი. დღევანდელი ეთერი კარგი არის ის, რომ კონფლიქტების გარეშე ჩაიარა, დაძაბულობის გარეშე, მაგრამ კვირა იყო მართლა უმძიმესი და მე ვიმოდოვნებ, რომ ესეთი მძიმე პრეცედენტი მეტი არ მოხდება, იმიტომ რომ ძალიან რთული საყურებელი იყო და ვგმობ კიდევ ერთხელ აგრესიას და ძალადობას. ნამდვილად ალკანტიო მე ვიტყვი რომ არ ვიცი კარგია როცა ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ მობილიზება და დადგენ საღი აზრის გვერდით და მადლობა კიდევ ყველა მონაწილეს რომ აი ამ რეალობაში მაინც ესეთ გეხარ ძალიან დიდი მადლობა ნუკისთანმა კითხვა კითხვა მაქვს უბრალოდ აი როგორია ეხლა მივხვდი ჩვენ რა დღეში ვართ ყოველ შაბათს ძალიან ძნელია ძალიან რთულია ეს ადამიანები არიან გულწრფელობის ჩემპიონები ჩვენ თქვენ მე და ნინოცა რა თქმა უნდა მაგრამ მაინც უნდა იყოს ძალიან აი ხო ადამიანები ვარ ჩვენ ხო ეხლა რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ ვიღაცას გულში მაგრამ ამას ვერ იძახი როდესაც ხარ ჟიური არ გაქვს უფლება არ შეგიძლია რომ ვიღაცას მხარი დაეჭირო და ძალიან რთულია ძალიან რთულია მე ახლა გოგოების ნაცვლად ნერვიულობ საშინლად და როგორც მაყურებელს რა თქმა უნდა მაქვს ინტერესი რომ ეს დარჩეს და გავიგო რა მოხდება ეს დარჩეს და იგავიგო რა მოხდება ძალიან რთულია და წარმატებებს გისურვებ თქვენ დაიმსახურეთ მაყურებლის სიყვარული რაც ყველაზე მაგარია აჩვენებთ თქვენი თავი ძალიან კარგად ორივე თეო შენ ძალიან გულწრფელი და არ ვიცი აი ეს სიყვარული გამოიტანო ეთერში და აჩვენო მთელ სამყაროს რომ ვიღაცა მოგწონს და ეს ურთიერთობა ესე ღიად იყოს ძალიან რთული და დასაფასებელია შენც ლიზა ძალიან გულწრფელი იყავი დღეს და ვფიქრობ რომ დღეს ძალიან კარგი ეთერი შედგა გაირკვა ყველაფერი ძალადობას გმობთ და აღარ გავწელო იმიტომ რომ გული გაუსწრაფელი ან კიდე ვილაპარაკებ ცოტა ხანი რომ უბრალოდ არ ვიცი ნახოთ ხომ გაჩნია რა გეტყვიან აბა რა ხდება კარგი მე მგონი გოგოები ძალიან ელოდებიან მაყურებლის ვერდიქტს არა მარტო გოგონები ყველანი ველოდებით მაყურებლის ვერდიქტს დღეს შემოსულია 722,585 ხმა. ეს იმ დროს მეგობრებო, როდესაც ყავს მხოლოდ და მხოლოდ 2 აუთსაიდერი. და სიმართლე თუ გაინტერესებთ გარკვეულწილად ეს რეკორდი არის. ახლა კი გეტყვით რომ
ამ ხმების უმრავლესობამ 72.3%. მოიცა, რა იცი რა ხდება. რა იცი რა ხდება. და შესაბამისად ამ ხმების რაოდენობის სამ საუკეთესო სამეულშიც შევიდა. სამოცდა 12.3% აიღო და პროექტ Prime House-ში რჩება. თეო, დაუბრუნდი მონაწილეებს. თეონა, გილოცავ, შენ დარჩი Prime House-ში. სამწუხაროდ ლიზი ქონიაძემ დატოვა პროექტი Prime House-ი. მე კი შეგახსენებთ, რომ ყოველ შაბათს 22 საათზე უყურებთ Prime House-ის live ეთერს ჩემთან ერთად. ხოლო ყოველ დღე 23 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში თქვენ შეგიძლიათ უყუროთ Prime House. ასევე არ დაგეუწყდეთ YouTube სტრიმი, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ სხვა უყური ადევნოთ ჩვენს მონაწილეებს თუ როგორ ცხოვრობენ. მე მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით.